Როგორი იუმორი აქვს ქართველებს? ქართველები მაინც კავკასიური იუმორის ის ვიყავით ნაწილი და კავკასიური იუმორი ითვლებოდა უფრო მოტრუკული იუმორით რა. იუმორი რაღაცა პრობლემაა და გამოსავალი სასაცილო და ეს გამოსავალ სასაცილოს კავკასიელები პოულობდნენ მოტრუკულს ძალაზე დაფუძნი. კიდე ერთი საზომი იუმორის არის სიტყვის თავისუფლების ინდექსში, სადაც არის ქვეყანა. იუმორის იქ არის დაახლოებით. თუ უკან არის იქ პროგრამაზე ვერ ხუმრობ. მე ვერ ხვდები, გულწრფელად ვიძახე, ვერ ხვდები საერთოდ იუმორი მაქვს თუ არა. ზოგჯერ სულ არ არის ხუმრობის თქმა საჭირო, რომ იუმორი მიიღო. ზოგჯერ უბრალოდ სიმართლე რო თქვა სასაცილო. ითხრა მაგალითი. გაუცილებლად. უდაბნოს ქვეყანა. ამას რო შეამჩნევ და გაგეცინება, შენ არ გჭირდება ხუმრობის თქმა. უკვე იუმორი გაქვს. შუა ქალაქი არის სერიალი, რომელსაც დღემდე უყურებენ ადამიანები გამეორებით. მაგაზე მაგარი ამბავი დაგვემართა. მე ისეთ ხალხისგან მაქვს გაგონილი რომ უყურებდა პატიმრისგან რომელიც გამოვიდა მოიხადა თქვა რომ იქ ციხეში ყველა უყურებდა და ისიც გვირთავდა ადმინისტრაცია ესე ყველაფერს არ ურთავდა. ეხლა რომ იწევდეთ შუა ქალაქს ვინ პერსონაჟები შემოვიდოდნენ? რაღაცა კურიერი აუცილებელი. ერთი კოუჩიც მოუხდებოდა, ერთი ჯიმის სპეციალისტი. რომელ პერსონაჟს დასჭირდებოდა ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი? მე ხო ვფიქრობ რომელს არ დასჭირდება. აი მართლა. ისე უდეს მე გიფიქრიათ გაგრძელებაზე? გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ პოდკასტ არეაში. ამ ეპიზოდის წარმდგენი არის PSP და ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმდგენი გახდა მეტროპოლი, სახლი რომელიც ჩაიფიქრე. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის გიორგი ჯანელიძე და მას ჩემი ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, იმიტომ რომ გამარჯობა. გამარჯობა განცდა. მადლობა რომ მოხვედი ჩემთან სტუმრად პოდკასტში. არა, მადლობა რომ გაგახსენდი რაღაც ხალხის მერი. ჩვენ დღეს ბევრ თემაზე ვისაუბრებთ და პირველი კითხვას დავიწყებ პირდაპირ კითხვით. თქვენი აზრით როგორი იუმორი აქვს ქართველებს? შენ მაყურებელს ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები აქვს, მე როგორც ვატყობ. ხან სად გადახდებით ხოლმე ხანსად. კაია რომ იუმორისთვისაც მოიცალე. მაგრამ მაგაზე სამწუხაროდ არ აქვს პასუხი. რამე სერიოზული კვლევები გვაქვს ქართული იუმორის. დაკვირვებით, პირადი დაკვირვებით. მე მაქვს, მაგრამ ესე რომ განვაზოგადო. მე ვიღაცა მეცნიერები იტყვიან ეგ-ეგრე. წყაროები არ მაქვს. ხო გვაქვს ხალხი იყო, ვინც აგროვებდა ქართულ ლექსებს, რაღაც საგალობლებს, სიმღერებს, ამ იუმორს რო აგროვებდა და კლასიფიცირებას უკეთებდა და ხარისხებდა, ესეთი მე არ ვიცი. არ არსებობს. ამიტომ ჩემ აზრებს ვილაპარაკე. კაი? კი, აუცილებლად. ნუ მრავალფეროვანია. ბევრნაირი არის, მე ბევრს ვიცნობ იუმორისტს და სხვადასხვანაირი ხალხია ესენი. ინტერესები სხვა აქვს, რაღაც ლექსიკური მარაგი სხვადასხვანაირი აქვს. სხვადასხვა რამეზე იცინიან, სხვადასხვა რაღაცას მოსწონთ, რაღაცა არ მოსწონთ. იუმორი ხო მარტო ის არ არის, რასაც ამბობ. რასაც არ ამბობ, ეგეც შენს იმას განსაზღვრავს. იუმორის დონეს. არა მარტო იუმორი, შენს იმას მაყურებლის თვალში, როგორი ხარ შენ. ასე რომ ბევრნაირია. მე გეტყვი, მე რაც კუთხითაც ვიცი, მაგალითად ეს კავენი დიდი მოძრაობა სანამ იყო 80-იანების ბოლოს 90-იანებში ეს იყო სოფლიოში ყველაზე დიდი მოძრაობა იყო. მეორე ადგილზე იყო სკაუტების მერე. არა მარტო იუმორისტული, არამედ საერთოდ მოძრაობა. მაშინ არ იყო სოციალური ქსელი და ნაინგაგი და ონიონი და ესეთი რაღაცები არის. და ეს კავენშიკები რუსულენოვანი სამყარო ძირითადად და უკვე 90-იანებში ემიგრანტებიც ვინც რუსული იცოდა იკრიბებოდნენ იანვარში და გადალაგდებოდნენ ხოლმე შედარებით კაი გუნდები ძლიერ ლიგებში, სუსტები რაღაც ადგილობრივ ლიგებში. და იქ გაჩნდა ესეთი შეფასებები რა.
რომ ქართველები მაინც კავკასიური იუმორის ის ვიყავით ნაწილი და კავკასიური იუმორი ითვლებოდა უფრო მოტრუკული იუმორად რა. და რას ნიშნავს მოტრუკული? მოტრუკი რას ნიშნავს ხო იცი? ხო და აი იუმორში როგორ? აი როცა იუმორი რაღაცა პრობლემაა და გამოსავალი სასაცილო და აი გამოსავალ სასაცილოს კავკასიელები პოულობდნენ მოტრუკოს ძალაზე დაფუძნებას. გასაგებია რაღაც დაჩაგვრაზე ან საკუთარი თავის ნებაზე ან რაღაც ესეც. ხო. ანუ დაცინვაზე. ხო, ოღონდ ამაში სულ ძალა მონაწილეობდა. არა ინტელექტი, არამედ ძალა. ფიზიკური. მე რომ ახსენდება ჩვენ გუნდსაც ქონდა პირველ ჩასვლაზე ქონდათ ეგეთი ხუმრობა, რომ ტანგოს ცეკვით შემოდიოდა წვილი ბიჭი და გოგო. აქეთ ეს ბიჭი და ინახავდა მეგობრებს და ამ გოგოს მიატოვებდა ეს გადა ფიზკულტურას ხიც რო ვაკეთებ. ხო. მაგ პოზაში და როგორ ახართ ელაპარაკებდა რაღაცა და აბა კარგად წამოაყენებდა და გადი. ეს იყო კავკასიური და ჩემ თავშიც ესეთი აღმომიჩენია, შემიმჩნევია თუ გამომიჭერია საკუთარი თავით ეგეთი იუმორი. ანუ ეგ გვაქვს. მოტრუკული. მე რო ვაკვირდები სხვა აზერბაიჯანულ და უშუალოდ კავკასიას ყავდა რამდენიმე ჩემპიონი, კარგი გუნდი. ბაქოს გუნდი, ერევნის 2 გუნდი, მახაჩკალის გუნდი, მერე სოჭის გუნდის რუსული კომპონენტიც იყო, მაგრამ თავარი ტიპი სომეხი იყო. ნუ მერე სოხუმის გუნდი და ესენი ყველა მაგით გამოირჩეოდნენ. მოტრუკული. ხო, თუმცა ეს მარტო ესეთი არ არის, რა თქმა უნდა, ქართული იუმორი, მაგრამ იქიდან დანახული ესეთი ჩანდა. ო მაგალითად იქ სლავური გუნდები. ხო, იმაგათ როგორი. იქ გამოირჩეოდნენ იქ პირიქით რომ ხალი აჩმორებს კაცს. ესეთი გაგება. და რო დააკვირდე არის შეამჩნევი ეგეც. კულტურაში. ისეთ გუნდებშიც კი სადაც ხალი საერთოდ არ არის. ამბობს რომ ჩემაცო მე ესე ვიდე მე ცოლი მცემს. კავკასიურ გუნდში ესეთი არ დამიგია რომ ცოლი მცემს ან ერთ აზერბაიჯანულ გუნდს ქონდა ესეთი ხუმრობა, აი მოტრუკულის მაგალითი. ბიჭი წართმევს უცნობ გოგოს კუჩაში ტელეფონს. გადარწვავს რა. და გარბის და უცებ გაჩერდება, მობრუნდება და ეუბნება რომ შენ ლამაზი გოგო ხარ, მომეწონეო და შენს თუ მოგეწონეო, დამირეკეო, ნომერი კი იცი. ესეც მოკლედ იქიდან ჩანდა ეს რა, ჩვენ ამის ნაწილი ვიყო. თუმცა მარტო ასეთი არ არის, რა თქმა უნდა, ქართული იუმორი. კიდე ერთი რაც შეიძლება ითქვას, ყველა ეგეთი არ არის, მაგრამ ცოტა უფრო ემოციური, ანუ წინ ემოცია და მერე გააზრება. ეგეთი ხუმრობებიც გვაქვს. მაგალითად? ანუ ჯერო ამბობ და მერე ფიქრობ რა თქვი. ხო, ანუ ჯერო აკეთებ და ეს არ ვიცი, ხო, უარყოფითიც არის და დადებითიც არის. იმიტომ რომ ესეთი რაღაცებს ასაცილო ხო. კი. მეორე მხრივ ინტელექტს არ კარგად არ წარმოაჩენს ადამიანს. მაგრამ როცა კონკურსი იმაზეა რომ გააცინო მაყურებელი ხანდახან ეს კარგი ინსტრუმენტია. და ესე აი შეჯიბრებებზე როცა მიდიოდით ხოლმე. დაკურება გქონიათ რომ აი ყველაზე საყვარელი თქვენი ყველაზე საყვარელი რომ მოგწონთ ყველაზე მეტად რომელ ქვეყანას აყიდით იუმორი? რა იცი მან როგორ არის მარგალიტებს იპოვი ყველგან. ხო. მათ შორის ის იუმორისტებიც კი მე რომელიც მე არ მომწონს ქართველები თუნდაც. ხო. იმან შემოქმედებაში მარგალიტებს იპოვ. უბრალოდ აქ არის რამდენი ხანს უნდა ელოდო სანამ გაგაცნო. გადმოვარდება მარგალიტი. გამოუჩნდება. რაც უფრო ხშირად გამოუჩნდება, უკეთესია. და თან ახლა ეს შოუ ბიზნესი, ზოგადად ბიზნესის წესებით მუშაობს და ტემპი იმატებს. ჩქარჩქარა უნდა თქვა ხუმრობები, რომ საინტერესოა. და ზოგადად ერში აი ხალხში როგორი იუმორი, მაგ ეხლა რაც მოყევით, ეგეთივე იუმორიც გვაქვს ხალხშიც?
კი, ხალხში მრავალფეროვანია ეს. ხო, კიდე ერთი საზომი იუმორის არის ამ შემთხვევაში სატელევიზიო, რადიო, სამაუწყებლო იუმორზე თუ ვილაპარაკებ, სიტყვის თავისუფლების ინდექსში სადაც არის ქვეყანა, იუმორიც იქ არის დაახლოებით. თუ უკან არის, ბევრ რამეზე ვერ ხუმრობ. აკრძალული გაქვს. ნუ თუ იხუმრებდა, საშიშია რა, ეხლა შეიძლება პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ რისკებს შეიცავს. ხო, ზოგან პოლიტიკურ, ზოგან რელიგიურ, ზოგან ორივეს. ჩვენთან სპეციფიკური სიტუაცია მაგ მხრივაც. საბჭოთა კავშირის დროს რელიგიაზე ყველა ხუმრობდა და პირიქით ახალისებული იყო და ყველა ფილმში, იუმორის სტილში დასცინი ამ მღვდლებს გამოყავთ ისინი ბნელებად, ხარბებად და ასე შემდეგ. გინდა მაგალითები? კი, მინდა. მაცი ხვიტი აკავთ ნანა? არა. დაკითხული? არ მახსოვს. მაცი ხვიტია იწყება ეგრე. მეგრელი ხვიტია სამეგრელოში. მეგრელი კაცი ყიდის მოპარულ ცხენს. ოღონ ყიდის ეკლესიაში ყავს დამალული ეს ცხენი. ანუ მღვდელი მონაწილეობს გაყიდვაში. ხო და ვიღაცა იმერელია ჩამოსული საყიდლად და ამ ცხენებს რო ყიდულობს, ამ მღვდელს ელაპარაკება თან ევაჭრება. ამ მღვდლის უკან არის ხატი, წმინდა გიორგი ჩანს ცხენს. და ეუბნება რომ იმ ცხენს რამდენად მომწი. ხო. ამის გარდა იქ ეკლესიაში რო იმალებიან რა ფილმია ეს თვალები რო უჩანთ. შერეკილები? არა. იმალებიან. შეყვარებული წყვილი ხო, მოდიბომოსასიც. ბევრი არა ეხლა რო გაიხსენო ლონდრე და შენ ყუდელი ყველგან გამოყვანილია და საცინ ჩამორჩენილ ბნელ ხარბ ადამიანს. და ეს თუმცა პოლიტიკოსზე ვერ იხუმრე. მაშინ იხუმრებდი რაღაც დონემდე, რაიკომის დონემდე, პარტიაზე და იმაზე. ჩვენთან მე ეს ამოტრია. ეხა პოლიტიკოსზე იხუმრებ, იმანზე ვეღარ. თუმცა მაღურებლის პოზიცია არის ეგეთი, რომ ის მაინც გაიფილმე. მაგრამ შენ ეხა ისეთი რო იხუმრო, შენ რა უფლება გაქვს? იმაზე ყდეს რო დასცინი და იმას რატო ქონდა? იმას რატო ქონდა, ხო? მაგრამ მაშინ მოსულა. მაშინ რატო არ ამბობდი შენ ხო მაშინაც მოქალაქე იყავი ხო? ხო, ამ ხნით ცოტა უცნაური მდგომარეობა. და ეს ხო ალბათ საზოგადოების რაღაც იმ მომენტში რაც ხდებოდა დაშვება იყო საზოგადოებაშივე რომ ნუ არ იყო რა ხელშეუხებელ იმად არ ითვლებოდნენ ხო პერსონებად პირიქით მღვდლები ახალისებული იყო რომ გამოყვანილი ყოფილიყვნენ ხო მაგათომ რომ ხელშეუხებლები არის პირიქით ხელშესახები იყვნენ რომ გეღადავა ხო გასათელი ხალხი ხო ხო და მაგიტომაც ვარ ჩვენ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგი სიაში ამ ინდექსში ჩვენთან რა შეიძლება და რა არა ცოტა გაუგებარი მაგრამ არის ქვეყნები სადაც იცი რომ არ შეიძლება არც ის მაგალითად რუსეთში ხო რუსეთში არ შეიძლება უკვე არც ის არც ეს ხო აქეთ ჩვენ აღმოსავლეთით რო წახვიდე იქ საერთოდ რა პოლიტიკაზე არ შეიძლება რელიგიაზე შეიძლება ცოტა ხანი ეგენიც ჩვენ მოყვებოდნენ მაგრამ მე ისარგებლეს ამ დიქტატორებმა სულთნებმა ისარგებლეს იმით რომ რელიგიურ ტერორიზმს დაუწყო ბრძოლა ამერიკამ და თავიანთი რელიგიური ლიდერები მოსვეს ადგილს. ამიტომ იქ ისევ შეიძლება ამაცეო. ხო. იმაცე არ შეიძლება. ხო. ხო და ჩვენთან ახლა ამოყირავებული სიტუაცია. საინტერესო ქვეყანა ვართ მაგხრი. კი, დასაკვირველად და ხუმრობების მოსაფიქრებლად. მაგრამ აი ეს როგორ არ შეიძლება. მაგას როგორ ხვდებით? რეაქციით, უბრალოდ ხალხის რეაქციით, ხო? ხო, ნუ მაინც ეს შოუ ბიზნესია და შენ გინდა არ გინდა ცდილობ რომ მეტი ყავდეს მაყურებელი. ამიტომ ის მაყურებელი ვინც ამას მიიღებს სუდად და დაგშორდება და რატო უნდა დაკარგო შეიძლება უბრალოდ მაყურებელი. გამოერიდო. ხო, გასაგები. და ზოგადად აი თუ არსებობს განსხვავება იუმორს და ხუმრობას შორის. როგორ არის? და რა განსხვავება? აი მაგალითად მე აი ვერ ხვდები, აი გულწრფელად ვიზარ, ვერ ხვდები საერთოდ იუმორი მაგ თუ არა. ყველას აქვს იუმორი. ხო და აი ერთი ხუმრობა რო გამივარდება ბჭყალებში, ეგ და მაგას ხო ვერ მივაწი რომ მე იუმორი მაქვს. ზოგჯერ სულ არ არის ხუმრობის თქმა საჭირო. რომ იუმორი მიიღო.
როგორ სიმართლე რო თქვა სასაცილო. ითხრა მაგალითი. გაუცილებლად. სოჭის ოლიმპიადა გახსოვს? ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდა სოჭში. ხო და გარი კასპაროვმა შეამჩნია და თქვა არ იყო ხუმრობა, სიმართლე იყო. ერთადერთი ადგილია რუსეთში, სადაც თოვლი არ მოდის. და მაინდა-მაინც იგვატარებთ ზამთრის ოლიმპიადას. ხო სასაცილო, მაგრამ არ არის ხუმრობა მართლა. სიმართლე თქვა, ხო. ხო, მაგ ოლიმპიადას კიდევ უარესი მოხდა მე. რა მოხდა? ახან თოვლი არ მოდის, ხელოვნური თოვლი დაჭირდა და იყიდეს. რად იყიდეს? ისრაელში, უდაბნოს ქვეყანა. ხანდახან, აი ამას რო შეამჩნევ და გაგეცინება, შენ თვითონ არ გჭირდება ხუმრობის თქმა. უკვე იუმორი გაქვს. გასაგებია? გასაგებია. მაგრამ შენ მე როცა ხუმრობას ვამბობ? ხო, ხუმრობის თქმა უკვე ამას გაბედულდება, ჭირდება რისკი და ცოტა თავგანწირვაც. იმიტომ რომ ხუმრობა ოხერი რამეა. ამდენადაც კაია თუ გამოგივიდა, იმდენად ცუდია თუ არ გამოგივიდა. იმიტომ რომ თუ ხუმრობაში ხო ორი მხარე მონაწილეობს. შენთვის ხო არ ამბობ ვიღაც ზეუბნებ. იმან თუ ვერ გაიგო, ან არ გაიცი, ან არ მოეწონა, უკვე მარტო შენ კი არ ახარ უხერხო მდგომარეობაში, ისიც. ძალით უნდა გაიცინოს. ხო, იმანაც რაქნას აღარ იცი. ამიტომ თქვენ გქონიათ ეგრე? უფ. ხუმრობითო და აი არ გაცინებია ვიღაცას. როგორ არა? აი შეგიმშნებათ რომ აი ძალით იცინი და მაგ მომენტში რა შევებთ? ნუ მე გამოცდილება რაღაც ტექნიკებს გამომუშავებინებს, მაგრამ მაინც ცუდია. მაგრამ ნუ არ არსებობს ეხა ეგეთი იუმორისტი, ვინც უკარ ხუმრობებს ამ. ხო. და ეს დროწლებთან ერთად როგორ შეიცვალა მაგალითად თქვენი ხუმრობები? აი როდესაც დაიწყეთ, არ ვიცი ანუ დაიწყეს რას ნიშნავს ზოგადად, მაგრამ აი როდესაც ხუმრობის თქმა დაიწყეთ, ან გამოშთით კავენში, გამოშთით და მე აი ხა თქვენი ხუმრობის სტილი შეიცვალა? არა, უფრო გამოცდილება მოვიდა, თორე ადამიანი ხუმრობს იმას და თვითონ აინტერესებს და იმ თავის ინტერესების სფეროში ასაც შეამჩნევს სასაცილოს, მაგაზე ხუმრობს. ხო. ო, არის ხალხი, ვისაც აინტერესებს რაღაცა 70-იანების როკ მუსიკა. ვიღაც აინტერესებს რაღაცა მაღალი ტექნოლოგიები. მაღალი რა თქო არ ვიცი, ტექნოლოგიები. არის ვიღაცებს ფეხბურთი აინტერესებს, ვიღაცას რაღაცა ბიზანტიის ისტორია აინტერესებს, ვიღაცას რელიგია აინტერესებს, ვიღაცას ეს და ვიღაცას ის. რაც უფრო ბევრი რამე გაინტერესებს, რაც უფრო ბევრი რა შევადარო, აი კომპიუტერი, ძველ კომპიუტერებში C და D დისკი რო იყო, ხო გახსოვთ? D დისკში ხო ბევრი ინფორმაცია გეყარა, რაც უფრო ეგეთი ბევრი რამე გიყრია twin-ში. რომ მიფიქრებ ხუმრობა. უფრო მეტი შანსი გაქვს მოიფიქრო, იმიტომ იუმორი არის და აკავშირო ორი რაღაც ერთმანეთთან, რაც ერთი შეხედვით არ უკავშირდება. ნუ თუ ამას სასაცილო დაკავშირებ, სად უკეთესი? მაგრამ შეიძლება სასაცილო არ იყოს, მაგრამ იუმორი იყოს. კითხვას რაც შეეხება ხუმრობას და იუმორს შორის განსხვავება, ხუმრობა არის ეს ფორმა იუმორის. იუმორი არის არა მარტო ხუმრობა, არამედ არ ხუმრობაც ზოგჯერ იუმორი. გასაგებია? კი, გასაგებია. თუ აი ეხა რაღაც მაგალითად ეხლა რომ მოყევი სოჭის ოლიმპიადის ამბავი. ხო. მაგაზე მე რო არ გამცინებოდა ეხლა მოყოლის დროს. ანუ მე იუმორი არ მაქვს. კითხვები გამიჩნდებოდა. აი? ხო, მაგრამ იუმორი ეგეთი ადამიანი არ შეხვედრიათ, ვისაც აი ოღონდ ეგრე არ არის. ადამიანი იუმორის ცნობა აქვს, მაგრამ თვალსაწიერი აქვს ვიწრო. მოდი ესე. ხო? იმიტომ რომ ადამიანი მაინც ისეთი არსება, ყველაზე გონება გახსნილი ადამიანს კი მნიშვნელოვანწილად გონება შეზღუდული. ესეთი ადამიანი, ესეთი არსება ადამიანი. ამიტომ ყველაფერზე ინფორმაცია ვერ ექნება ნორმალურ ადამიანს, ხო? ამიტომ არ აუშავს. სოჭის ოლიმპიადას ყველა არ უყურებდა. მით უმეტეს მან ის იყო დებატები იყო, რომ წავიდეთ თუ არა ჩვენ ქართველები. ხო, ანუ ზოგი პრინციპულად არ უყურებდა. და იმას შეიძლება არც აინტერესებს, მაგრამ ნუ რახან ამაში მონაწილეობდა ამ დებატებში და თვითონ ამაზე უფიქრია, ალბათ გაეცინებოდა, მაგრამ
არის თემები, სადაც უბრალოდ არ გესმის რა ხდება და სადაც რა არის მაგასაც ვერ მიხვდები რას. გასაგებია. შემდეგი კითხვა ჩემი არის შუა ქალაქიდან გამომდინარე. შუა ქალაქი ალბათ არის სერიალი, რომელსაც ყველა დროის, ყველა ასაკის მაყურებლის საყვარელი სერიალი იყო. და დღემდე უყურებენ ადამიანები გამეორებით, ხან YouTube-ზე, ტელევიზიაში ხო გადიოდა გამეორებით, კაი ხანი მე კიდე. ეხაც გადის? მაგარი ამბავი დაგვემართა. იქ რო ჩავით 2007-ში დაიწყო ეგ სერიალი და საფხულში იყო მოლაპარაკებები იმედთან რა, გოგი შაიშვილი, კაკაბაძე, ვანოჭელიძე, ეგენი იყვნენ ხელმძღვანელები, ეგენი ელაპარაკებოდნენ და ამ ვაჭრობის პროცესში ესეთი გამოსტყუეს იმედს, იმედმაც ჩათვალა, რომ საჭიროდ, რომ ეს კარგი იქნებოდა, რომ 2 კვირით გაგვიშვით ამერიკაში ამ ხალხს დაველაპარაკებით რა, ვინც აკეთება ამ სიტკომს და სხვა სიტკომებს. რომ როგორ კეთდება მოხერხებულად და სწრაფად, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ იმედი თხოვდა 2-ჯერ მეტ ქრონომეტრაჟს, ვიდრე ფრენცსა. ჩვენი ბიბლია მაინც ფრენცი იყო. თუ შეიძლება ასე დაიყოს. ხო და იქ რო ჩავედით. რაზე იყო შეკითხვა? სხვა თემაზე რო არ გადავიდე. კარგი ამბავი, საინტერესო ამბავი დაგვემართავდა და ყვებოდით ამ ამბავს რა დაგვემართავდა. ხო, გამეორებას. ხო. რო გკითხეთ ახლა ჩემები იქ რო ჩავედით ოპერატორების ის ვინც უნდა ყოფილიყო გადაღებას პასუხისმგებელი ოპერატორებს ელაპარაკებოდა. დეკორატორი, იქაურ მხატვარს, დეკორატორს, სცენარისტებს. ხო და ეს სცენარისტებმა გითხეს ახლა რა უნდა გასწავლო ხუმრობის წერას, ჩვენ ხო არ გასწავლითო, მაგრამ გამოცდილებაო. ჩვენ რაც გვაჩვენა არის, რომ ისეთი ხუმრობები არ ჩასვათ. სასაცილოც თუ მოგეჩვენათ, რომლებიც გამეორების დროს აღარ იქნება აქტუალური. ძალიან პრაქტიკული რჩევა იყო, მოგვეწონა და კითხე იმას გოგიჩას, რომ მეთქი იმედთან კონტრაქტი როგორ აგვაქვს მეთქი. რომ ეს გამეორება რამდენჯერ იქნება და როდის თქო და აი ხო სექტემბერში რო გავა და ოქტომბერში სერიები, იანვარში გაიმეორებენ და მორჩა. 19 წელია გასული და არ შეწყვეტილა გამეორება. ანუ ყოველ წელს ამეორებენ? წელიწადში რამდენჯერმეც არ არის გამორიცხვა. და ამას როგორ არის უფლებები აქვს ნაყიდი? იმის დიანი უფლებებს რა. თუ თავის გემოზე. თუ თქვენ აძლევთ უფლებას. ჩვენ ვაძლევთ. მე ხა აღარა ვარ ამ უფლებებს. ხო, ნუ ვინც არის ისაც. ფლობელი რაღაც პერიოდი მეც ვიყავი. ნუ ვინც არის ხო? არა, საინტერესო. ნუ ხა ამანაც უკეთეს რასიზამს ესე. აი, როგორ გონიათ, რომ როგორ შექმნით ეგეთი ხუმრობები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში მეორდება და კიდე სასაცილოა. თან ახალი თაობისთვის, რომელიც შეიძლება იმ დროს რა ხდებოდა საერთოდ ვერ ხვდება. თქვენ რა ხნით მაშინ 2007-ში რამდენი სიყავ? არ ვიცი, ესე უცებ ვერ გამოვიწყდი, მაგრამ მოდი მე გამოვიწყე. 19 წელი რო გამოვაკლოთ, 13-ის. უყურებდნენ თქვენთან ოჯახი? კი, მეც უყურებდი. ხო, მე ისეთი ხალხისგან მაქვს გაგონილი, რომ უყურებდა. გამკვირვებია რა. პატიმრისგან, რომელიც გამოვიდა, მოიხადა, თქვა, რომ იქ ციხეში ყველა უყურებდა და ისიც გვირთავდა. იქ ადმინისტრაცია ესე ყველაფერს არ ურთავდა. ისეთი ბავშვისგან მაქვს გაგონილი, რომელსაც სკოლაში არ უვლია. ჩუბლები არ ყავდა, მონასტერში იზრდებოდა სადღაც. და მაგასო მოძღვარი მირთავდა. და რას გეუბნებოდა მეთქი, რატო გირთა? ესო კეთილი არის. ხო და მართლა ის მაგაში მართალი ხარც, რომ თითქმის ყველანაირი ხალხი უყურე. როგორ შევძელით და ძალიან ბევრი შრომა ჭირდებოდა. ძალიან. ეხლა მაგას ჩვენ მაგას საკში ვეღარ ვიზამთ. მაშინ ახალგაზრდა ხარ, ენერგია გაქვს, აიდან ყაც ამდენი. ცოტა ცოდნა, ცოტა გამოსევა, ცოტა თავგანწირვა, ცოტა ერთმანეთს იმედი და მაგარი რაღაც კი შექმნით. თუმცა უკეთესიც შეიძლება. ნუ ახლა ესე ჯობნი არ დაილევა. ეხანდელი სტანდარტებით უკვე სხვანაირად უყურებთ აფას. თუმცა ფრენცს არანაკლები პრეტენზიები აქვს თანამედროვე თაობას.
შუა ქალაქი რომ ბევრისთვის ძალიან საყვარელი სერიალია, ალბათ ამაში დამეთანხმები. და სად არის ყველაზე კომფორტული სერიალის ყურება? რა თქმა უნდა, სახლში. შენთვის მყუდროდ მშვიდად. სახლში, რომელშიც შენ ქმნის შენს მომავალს და შენს ცხოვრებას. ზუსტად ამას გვთავაზობს მეტროპოლი, დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის ყველა ტიპის უძრავ ქონებას. მეტროპოლი გეხმარება იპოვა შენი სახლი, რომელიც შენი ცხოვრების სტილს შეეფერება. მეტროპოლი, სახლი, რომელიც შეიფიქრა. უცებ პატარა გადახვევა თქვენი საყვარელი სიტკომი. იცი რა, ესე არა მაქვს. არა, მე მაქვს საყვარელი ეპიზოდები ამა თუ იმ სიტკომში. ხო? ან იუმორისტის შემოქმედება. იმიტომ რომ ის ხო ადამიანია, ზეგან მაგაზე ხო თქვი რომ ყველა ცუდი ხუმრობები ყველას. ხო. ცუდი თუ არა ესეთი. რო არ გამოუვიდა. ყოფილი რო არ არის. ნუ ადამიანია ისეთ ხარ ის ხო არ წერს. და იმაში შუა ქალაქში საყვარელი სეზონი, ან რა მეგეთი გააქვთ? რა, ყველა საკუთარი შვილები ვიცით, თუმცა რაღაც სეზონებზე მე არ ვიყავ. მე გადამისროლეს და მე დამაბრუნეს. მან იყო ერთი ესეთი მომენტი კიდეს დაინტერესა. ესეთი მწერალი ელიოსა, ვიცით. დეი და ხულია აქვს ნაწარმოები და ყავს პერსონაჟი კამაჩო, რომელიც არის ჩემი კოლეგა. ოღონ რადიო სერიალების სცენარისტია რა, რადიოს ეპოქაში ხდება, ჯერ ტელევიზია არ არსებობს, პერუში. ეს კამაჩო არის ძალიან ნიჭიერი, საფნის ოპერებს იმას წერს რა, დრამებს. დრამას ჩვენთან იმას ეძახიან, ხა ტრაგედიებს, მაგრამ კომედიაც დრამაა, ეს აღმოჩნდა. ტრაგიკომედიასაც ეძახიან? ანუ დრამას ძველ საბერძნეთში ეძახდნენ ორივეს. კომედიასაც და ტრაგედიას. საერთო სახელი ჰქონდა დრამა და ნუ ეხლა ჩვენთან დრამას ეძახიან ტრაგედიებს. ტრაგედიას კი. ხო და იმ კაცს დაანიჭიერი იყო და ამის სცენარით დაწერილ რადიო სერიალები ძალიან ბევრი ხალხი უსმენდა, პოპულარული იყო პერუში. და რახან ესპანური რომანი ქვეყნები ეულიოთ, მგონი სხვაგანაც. იმდენ პოპულარული იყო, რომ ცოტა გამდიდრდა და შეკვეთებით დაემატა და აქაც ეგრე მოხდა. ხა ესეთი სერიალი, ესეთი სერიალი, ესეთი და მე ახან მარტო იყო რაღაც მომენტში აიჭრა და პერსონაჟები ერეოდა ერთმანეთში ამ სერიალის კაცს იმის ტექსტებს წერდა და რაღაცა და მე ცუდად დაამთავრა. ჩვენ სცენარისტებმა ამას დავარქვით ამ კამაჩოს სინდრომი. ეს და რაღაც მომენტში შუა ქალაქშიც იმიტომ რომ რაღაც მე-12 სეზონი რო დაიწყო იქ აღარავინ არ იყო უკვე სცენარისტებში ისეთი ვინც პირველ სეზონში იყო. შესაბამისად ეს მეხსიერება გაწყვეტილი იყო. ხო და რეჟისორი კიდე კაი იგივე იყო და ის ცდილობდა არ დაეშვა ესეთი მაგ დროს აფრთხია რომ უბრალოდ ისტორია გამრუდდეს რა მას და სადღაც შვილი არ ყავს უცებ ყავს მე ისევ არ ყავს რაღაცა ესეთები და ხო მაგრამ იმან ხო იცის მაგამდე რა ხდებოდა ვინ ახალმა სცენარისტმა როგორ უნდა გამროდეს თუ შვილი არ ყავო ანუ როგორ ვერ უნდა გადააბა მაგამდე ხო იცი რა ხდება რა იცის აბა ნანახი არ აქვს ხოლმე ზოგს შეიძლება არც ყველა 11 სეზონი ხო რაღაცა მე მკვიდრეობას ხვით ხო გბარდება რომ იწყებ მაგ პროექტზე მუშაობას რომ აი ახლა ეს ხო არ არის ეს იდეალურ სამყაროში შოუ ბიზნესია ხო ხო შევთანხმდით მაგაზე რომ შოუ ბიზნესში ნაღმები და ხო სცენარისტი რო იყავით აი როგორ ქმნიდით პერსონაჟებს ამ შემთხვევაში შუა ქალაქის მანდი იყო რამდენიმე ტიპის სცენარისტი მოდი ესე ვთქვათ სცენარისტები რომელსაც სხვადასხვა ძლიერი მხარეები ჩემი ძლიერი მხარე ეგ არის პერსონაჟების შექმნაში საერთოდ არ ვიღებ მონაწილეობას არც აუტლაინში ამ სიუჟეტების მოპირება მე უფრო დიალოგების ფაზიდან ვერთვებოდი მაგრამ
ამ პერსონაჟებზე, თავიდან სუსამნი ვიწყებდით წერას და მონაწილეობდი და ალბათ ფრენსისის ავიღეთ არქეტიპი და დავამატეთ ქართული ეს კასტინგის იმან მოიტანა მე შედეგებმა რომ ნახეთ ეს დებიღლონდები მოგინდათ რომ ეგრე ყოფილიყვნენ იქ არ იყვნენ მაგრამ აქ გამდიდრებდნენ ხო ვიფიქრეთ და სწორით აღმოჩნდა ხო მაგრამ აი ახლა რო ქმნიდით აი თუ მე მაქვს ეგეთი კითხვა რომ თუ შეგიძლიათ აი ამდენი წლიანი ხო აკვირდებოდით თუ არ წერდით მაინც ხო რაღაც აკვირდებოდით ეს როგორი ტიპები იყვნენ რა ეს პერსონაჟები ეგ ხო რეალურად ქართული წიაღიდან აღმოცენებული პერსონაჟები არიან ხო ჰაერიდან არ არიან მოტანილი უსათუოდ და მაინტერესებს თუ შეგიძლიათ რომ გამოყოთ 5 ქართული ტიპაში აი რო დაიწყეთ ბოდიში ვეტყოდებ რო დაიწყეთ ხო სერიალის კეთება და მე გადავიდეთ ეხლა როგორ 5 ქართულ ტიპას გამოყოფთ მოდი ჯერ ვთქვათ რომ ეს მე რო არ გამოყო უკვე გამოყოფილი აქვს ქართულ მწერლებს ჩემამდე ლუარსაბ თათქარიძე არ არის ქართული პერსონაჟი შვენიერი და უშუალოდ ნაკლებად ქართველია მაგრამ უბრალოდ ბევრი ქართველი ეგეთი არ არის მაგრამ და მიხეილ ჯავახიშვილის თეიმურაზ ხევის თავი არის ჯაყუარა და მეორე კი არა ჯაყუარა მეორე ხო ეგეც ქართული პერსონაჟი ლეო ქიაჩელის პერსონაჟები რო ავიღოთ იქაც არიან და კლდიაშვილის რამდენიმე შეიძლება ავიღოთ აი ეს რო არის კირილე მიმინოშვილი გახსოვთ ეგ ცოტა ლაბაძეს წააგავს მაგკაც რა ყველაფერი უხარია თუ კარგ ამ ბავში მიდიხართ მეც წამიყვანეთ ეგ არის ქართული რაღაც მაგაში ხო მანდვე არის ტიპი ვისაც ეს აეტორღიალება ისიც ქართულია რა რაღაც პლატონი ქვია მგონი რო იმას სუნდა მემკვიდრეობა უნდა რაღაცა შვილიანი თუ შვილო თუ რაღაც თავის პრობლემები აქვს მოკლედ არა მოდი გავიხსენოთ მაინც იუმორისტი აპატივებცეთ მან სიუჟეტი არის ეგეთი კაცს უნდა ცოლი შვილი ყავს და უნდა ცოლი რომელიც აღადაფეხმძიმდება რომ ამ შვილს ისეთ ცოტა მიწას უტოვებს და კიდე არ გასაყოფი არ ქონდეს და ეძებს ქალს რომელიც გათხოვილი იყო და არ დაფეხმძიმდა წინა კვრის სასურველია ორი ქმრის იმაში პერიოდში ან რაღაცა რეპროდუქციის ასაკს მიღმა არ ვიცი მაშინაც გაგები ხალი უნდა ვრალოდ რომ მოუაროს მას ხო და ნუ მაღაზია ნაწარმოებიც რომ ესეც იპოვის გაყალძე ესეც მაგრამ საქმეში ბავშვი გაჩნდა ეგ პერსონაჟები დუმბაძეს აქვს ესეთი პერსონაჟები ბევრი რომელიც იმ თაობისთვის ესეთი ქართველები ბევრი იყვნენ ანუ წერლებს ესენი ნაპოვნი აქვს ყველა მე ცოტა მიგვს ეს ვეფხის ტყაოსნის პერსონაჟებს დღეს ვეღარ ვხედავ ეს მაგრამ ნუ ეხა 1000 წელი თითქმის გასული ხო იმის მე არა უშავს მოვა გამოჩნდებიან ის პერსონაჟები თუ არას არა უშავს ამ წუთში რო ვხედავთ არა უშავს იმიტომ იმის მერე ჩვენ ისეთ თავგადასავლი ქონა მონღოლები თურქები ეს მერე ჩაკეტვა ევროპას მოწყდომა ეს ოკუპაცია აქიდან იქიდან ტყვეთა ერთმანეთთან ეს და ეხლა იმედი გაჩნდა რომ გამოჩნდება არქეტიპები გაცოცხლდებიან და ახლებიც გაჩნდებიან უკეთეს ხო თუ გინდა მაინც 5-ზე დავიყვანო, მოდი ერთად გვიმშევოთ. ხო, მოდი ორი შენთვის სამს მე. დღევანდელი არქეტიპები? არა, ზოგადად ქართველი რა. ქართველი. ლუარსაბი დღევანდელი ქართველიც არის. ხო, აუცილებლად. ისე მან ბოლოში გავას ალბათ არ დამავიწყეს მაინც ვიკითხავ. რანაირად არის, ანუ ვერაფერი ვერ ვისწავლეთ ამდენი საუკუნის განმავლობაში? ვინ ისწავლა რო? სხვა ერმა რა ისწავლა? არ ვიცი. კოვიდმა არ გამოაჩინა? ყველგან ერთნაირი სიბნელე რო იყო. კი. ხო, და ჩვენ რატო ვისწავლით? არ ვიცი. ვერავინ თუ ერის. ილიაზე გამახსენდა კიდე ერთი კაი პერსონაჟი ყავს.
პეტრე გახსოვს სასრჩო ბელაზე. კი. ისაც ბავშვი რო გაძარცვა. ის რაღაცნაირი კაცია, რო გონია რომ სახელმწიფო ყველაფერს დაუვაგებს და დაიცავს და მეფეა და მართლა ღმერთისგან მოდის და ესა და ის. ეგეც დღემდე არის. კი, თუ უმრავლესობა ბევრია ყავს უმრავლესობა. ეს ზოგად ქართული პერსონაჟი არ ნიშნავს რომ ეს მოწყვეტილია, სხვაგანაც არიან ეგეთები. ხო. და უარსაბი რა სხვაგან რატო არ იქნება. არ ვიცი მე არ მიცხოვრია არსად და რისი დაკვირვების საშუალებაც მაქვს ეს სერიალი. მეც რაღაც პერიოდ მეგონა რომ ქართველები სხვანაირები ვიყავით. ხო. მაგრამ კოვიდმა გამოაჩინა რომ ყველგან ესეთი და იგივე სიტუაცია. რას გულისხმობ მაგაში? კოვიდის დროს ანტივაქსერები ყველგან იყვნენ. ხო. ანუ ამ საფრთხის გაგება როგორც ჩვენთან იყო სხვადასხვანაირი ზოგი საფრთხე უყურებდა კოვიდს და ზოგი ვაქცინას. ზუსტად იგივე იყო ყველა ქვეყანაში. კი. ხო და ამიტომ არაფრთ ჩვენ არ ვართ არცხვებზე წინ, არცხვებზე ადამიანია. ამ პლანეტაზე ადამიანი. კი ბატონო. გავაკეთეთ. მე ვიტყვი ორს, ხო? დღევანდელობაში, რასაც მე ვაკვირდე. ეხლა ერთი ლუარსავი ვთქვით. შედარება გამიჭირდება, იმიტომ რომ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ ზოგადად პერსონაჟების. მე მოვყვები. პერსონაჟების სახელებს მე ვიმახსოვრებ. ხო, მე მიჭირს თან. კამაჩო მახსოვდა. ქართველი როგორ არ გამიჭირს. მე ძალიან მიჭირს. არა. მე ფილმის სახელებსაც ვერ ვიმახსოვრებ. ფილმების მეც მიჭირს. ხო, და წიგნებისაც ანუ ეს უბრალოდ დამახსოვრება ჩემი პრობლემა. ბავშვობიდან. ეხლა ყველაზე ტენდენციური პერსონაჟი არის კოუჩი. ქართულ სერიალობაში. აი ეს არქეტიპი, არ ვიცი როგორ ჩამოვაყალიბა ადამიანი, რომელსაც აი მე ხა ვუყურებ ესე რომ კოუჩობა ხა თავისთავად კოუჩობას დიდად არც არაფერს არ ვერჩი რა, გასაგებია რომ არსებობს რაღაცა მიმდინარეობა, რომელიც შეუძლია დაგეხმაროს, მაგრამ ამ პატარა ერში, ამდენი კოუჩი და ამდენი ჭკუის დამრიგებელი რო არის რაღაცა აი ეგ არქეტიპი ჩამოყალიბდა რა. ალბათ იქიდან აი ყველას რო უყარს რომ რაღაცა გასწავლოს და ჭკუა დაგარიგოს და მინიშნება მოგცეს თუ გითხრას რა გააკეთო და როგორ გააკეთო, ეგ გადავაქციეთ პროფესიად ახლა. და რა მე ეგ ბაზარმა გადააქცია და რაღაც პერიოდში გადაივლის. არ არის. ხო, მაგრამ ეხლა ამ პერიოდში ხო არის? და რა საშავე. რაღაც არ ვიცი 100 წლის პერიოდში შევხედოთ, 50 წლის პერიოდში შევხედოთ. ხო, ისტორიის ეგ არაფერი იყო პერიოდ ტყვეება ტყვიდით ერთმანეთს ქართველები. კოუჩები შეგვაშინებენ. არა ვითარ შემთხვევაში. კარგი, მაშინ თან ამ კოუჩებს ახლა არის ხალხი, ვისაც ესენი ჭირდება. მე ხალხს ვიცნობ, ვისაც კოუჩს არ მოვაშორებდი. ფსიქოლოგს. ერთი აქედან ფსიქოლოგი უნდა დავუსვა, იქიდან კოუჩი, აქედან მოძღვარი და იქიდან მშობელი. რომ რაღაც სამკაცის. ასე რომ მე კოუჩებს გულშემატკივრ. მეც გულშემატკივრობ უბრალოდ მე რადგან ეხლა ამ პოდკასტში ხო ბევრი ფსიქოლოგი და ბევრი კოუჩი და ყველა ყოფილა რა და არსებობენ კიდევ ვითომ კოუჩები, რომლებიც შეიძლება იმის მაგივრად რომ დაგეხმარონ პირიქით შეიძლება დაგაზიანონ. ხო. მომანტე არის მე ესე ვუყურე. ვის ჭირდება კოუჩი? ვის მე გავცე პასუხი ამ კითხვას? როგორ ადამიანს ჭირდება კოუჩი? რომელიც ვერ ერკვევა რაღაც მომენტში რა უნდა გააკეთოს და ჭირდება რომ ესე გზა გაუკვალოს. მოდი მე ორ სიტყვას ვიტყვი, შენ თუ დამეთანხმები რომ ეგ სიტყვები აღწერს მაგ ხალხს. ხო. ზარეულებს და ხელჩაქნეულებს. და მთელიერი ვარდიგეთი. მთელი არა ვარ, ყველას არ ჭირდება კოუჩი, მაგრამ ამ ეტაპზე იგივე ხალხი, ეს იგივე ხალხია, ვისაც თავის ძროზე რელიგია დასჭირდა. ხო. ხო? და მე სხვა რამეები კიდე. იმიტომ ესეთი არსება ადამიანი, რახან თვითონ რაღაც მასშტაბის პრობლემებს ვეღარ აკონტროლებს, ჭირდება რწმენა, რომ ვიღაცა სხვა შენ თუ ესე მოიქცევი, ამას სხვა მოაგვარი. ხო, გადაუბოძოს ესე ვთქვათ რაღაცა. ამისთვის მე ამ სხვებს შევწირავ, ან ამას აღარ შევჭამ, ან იმას დავიცავ, ან ასე ბატიოსნად მოიქცევი, ან ესე ხო და ამ მორევში
წრე ბრუნვაში კოუჩების დროც დადგა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. გაივლის ეგ ამბავიც. გამოჩდებიან კოუჩებზე უარესები. არიან სხვათა შორის. იცით რა ქვია? მაგათი დრო, რა ქვია? ჰილერები. ეგენი მე არ ვიცი, მაგრამ მაგათაც გულშემატკივრა. ანუ თქვენ ყველას გულშემატკივრებთ. ხო, იმიტომ ეგენი ეხმარებიან ხალხს. არ ვიცი. აბარა ხელჩაქნე უნდა და გზააბნე უნდა, რა უნდა ქნა? საბუჯოში. ვიღაცამ გზაზე ხო უნდა დააბნე. ხო, მაგრამ ეხა ინდუსტრია როცა იქმნება მაგისი და ადამიანები იხდიან ძალიან ბევრ ფულს ვიღაცამ რო არ ვიცი ხელი თუ მკურნალოს. ქველმოქმედი კოუჩები არ გინახავთ? არა. ეგ ცუდია. კოუჩები. თქვენ გინახავთ? არა, მაგრამ მოვა ეგ დრო. ქველმოქმედებაში რო გადავლენ. იმდენი კოუჩ თუ გახდა, რამდენი კლიენტი აღარ არის. მოუწევთ კოუჩებს მასტაკლებები. ქველმოქმედება უფასო. პირველი ორი მასლა უფასო. ასე შემიძლია. კარგი. გავაგრძელოთ. მოიცა, იქ მივიდე. ხო. მოდი შენ ხალი პერსონაჟები. ხალი პერსონაჟები. ოლღა ბებია ცუდი პერსონაჟია. მე ბებია ილიკო და ილარი. ფანტასტიკური პერსონაჟი. იშვიათი ხალია, რომელიც სათაურშიც კი მოხდა. კი. ქართულ ლიტერატურაში ხო ხალები რაღაცნაირად. ხალები ხო რაღაც. კი. თუ გახსოვს პირველ ქართულ პერსონაჟ ხალს რა ემართება? პირველ ლიტერატურაში და კინოში. პირველს? ხო, პირველ, შუშანიკს. ხო, ძირითადად ეგრე არის ქართულ. ქრისტინეს? ქრისტინე აღარ სად არის, აღარ მახსოვს. პირველი ქართული ფილმი. არ მაქვს ალბათ ნანა. იმას აწამებენ, ცემენ, ამას აუპატიურენ. ხო. რატომ? რატომ? ხო. ეს არ არის მარტო ქართული მოვლენა, ეგრე არის. კაცობრიობის ისტორია არის ქალის სუსტის ჩაგვრის ისტორია, მათ შორის ქალის. ხო. ყველგან ეგრე იყო. ოლღა ბებია კარგი პერსონაჟი. ქართველი ბებიები არიან ეგეთი. მან არის კიდე ის ილიკოს და ილარიონიც, ეგეთ ხალხი მინახავს გურიაში, ციმერეთში. მაგასაკის ხალხი, ვინც კომუნიკაციას იუმორს იყენებს როგორც კომუნიკაცია. მინახავს ქართველები, ვინც გინებას იყენებს. როგორც კომუნიკაცია, კი. ეგეთი ძალიან ბევრი. ბევრია, უფრო ჩემი დაკვირვებით უფრო აღმოსავლეთ, კი, კი. დასავლეთში უფრო იუმორს იყენებს. ნაკლებად, ზუსტად. მეც ჩემი დაკვირვებით ეგეთია. უფრო. აქეთაც არიან ისეთები და იქითაც ასეთები, მაგრამ უფრო ესე. ეგენიც არიან. მეორე ხალი ვთქვათ ვინმე. აქ რო არ დამავიწყოს ვიკითხავ რა გითხავ. რა აზრის ხარ მაგაზე, როდესაც იუმორში ამდენი გინება არის? ხუმრობებში ამდენი გინება არის. ყველა იმას რა ქვია, პროდუქტს თავისი მუშტარი ყავს. ეგ ცალსახად, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს. თქვენი მოდიში. ჩვენ წერან თუ სიტყვის თავისუფლებაზე, ხო ვილაპარაკ. გინებათ სიტყვის თავისუფლების ნაწილი. ეგ გავიგე. აბა რა ვერ გაიგე. მე მაინტერესებს პირადად თქვენი აზრი. მე როგორი ტიპის იუმორი მე თვითონ. ხო. ანუ ეგ აი საერთოდ იუმორს აქვს რაღაც შეფასებით თქო, რომ მაღალი იუმორია, დაბალი იუმორი. თუმცა ეგ სწორად შეგიმჩნევი, არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ თავის ნათქვამ ხუმრობას გააძლიერებს თუ ბოლოს შეიგინება. პერსონაჟს შეაგინებინებს. ხო. არის ესეთ ხალხი. ბევრი. კი. მაგრამ ეგ ალბათ იმიტომ ხდება, რომ ეს კაცი დარწმუნებული, კანკალი, ვინც ამას ამბობს, არ არის დარწმუნებული გინების გარეშე სასაცილოა ის რასაც ამბობს. ან გინების თანხლებით უფრო სასაცილო ხდება კიდე უფრო მისი ნათქვამი. კი, და კომედიანტები არ ვიცი ქვია თუ არა, ადამიანს რომლებიც ყოველი წინადადების ბოლოს ხუმრობაში შეიძლება იგინებოდნენ რა. ხო, მაგრამ მაგ ხალხზე კარგი რო ვთქვათ. არა, კარგი აუცილებლად მე ვთქვათ. ჯობია იხუმროს და შეიგინოს, ვიდრე მარტო შეიგინოს. აჰა, გაისაკ. ხო? კი. ხო, და მე თანხმობ. კაი. კაი, ქალებზე გადავიდეთ. და ამ დროს ჩვენ ხო ყავს ქალები, ვეფხისტყაოსანში ყავს თამარ მეფე. თამარ მეფე პერსონაჟი არის. პერსონაჟი არის, მაგრამ ქალის არქეტიპი ხო ყავს? არ არის, ეგ მეფის არქეტიპია. ქალია. სულ რამდენი ქალი მეფე ყავს?
ერთი. ხო და კიდე რამდენი გვეყოლება? არც ერთი. ხაბარანაირი არქეტიპია. ხო, მაგრამ რა იყო ბევრი და კიდე იქნება. კარგი, ვეფხისტყაოსანი? ვეფხისტყაოსანში ისინი ქართველები არ არიან. არც ესენი, ბიჭები, არც გოგოები. ქართველები არ არიან, მაგრამ ჩემთვის მაგალითად აი რაღაც საერთაშორისო ყველა ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელიც რაღაცა კუთხე-კუნჭულები ჩვენშიც არის ამ პერსონაჟებში. არის, ქართველი ხალი რო ერთგულია, მაგაზე კითხვები არ აქვს. ხო. ყოველ შემთხვევაში უფრო ორგული ვიდრე სხვა ერის ქალები არ არის. სლავები მაგალითად. არა მარტო. ნებისმიერ სხვა, აი რა იყო რაღაცა ეგეთი ინდექსი რო იყოს ქალების ერთგულების ინდექსი UNESCO რო აქვეყნებდეს. მე მგონია რომ საქართველოს უფრო წინ იქნება ვიდრე დემოკრატიის ინდექსი. უიჭველი. კაი, შემდეგი არქეტიპი ვინ ყავს ქალის ახლა რო ვიხსენებ თან ნაწარმოები. ერთი რაც მახსენდება, სხვადასხვა ამას წინას დავკითხე, ჯავახიშვილი მიყვარს და იქ არის კურდღელი ნაწარმოები დაგეკითხავთ? დედაზე რო არის. მახსენდება. ხო, ნუ აი ძალიან ძლიერი ესეთი დრამატული ოღონდ არასასაცილო ის არის წიგნი არის, რომელსაც დედას შვილი მოუგდება, მოგეთ აქ რაღაც გაურება იწყება და მოგ ძალიან საინტერესო არის რა. თვითონ ჯავახიშვილი მე მიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირ ფსიქოლოგიურ დაკვირვებებს აკეთებდა და ისე წერდა ამ თავის პერსონაჟებზე. ჩემი აზრით, ჩემი წაკითხული გააზრება ეგეთი არის. კიდე ვინ გახსენე? მე გეტყვი, აი, ქართული ქალის რაღაცით გავს იმას, ოლღას. მაგდანას ლურჯა. ფილმი. მაგდანა თვითონ. ხო. ფილმი რა ნაწარმოებს ხო არ მანამდე. კი. ანუ ქალი რომელსაც მარია ყავს შვილები ბევრი და გადაეგება შვილებს. ხო, ნუ ეგ ცალსახად არის ქართველი ქალის არქეტიპი, რომელიც ერთგული შვილებზე ჭყალებში შეწირული, თუ გათხოვდება მერიან რაღაცა, ეგ საერთოდ გათხოვებას ხო რაღაც ძალის ხმევა ჭირდება ქალისგან. ამაგის თავიც აღარა აქვს. მაგდანას შემთხვევაში რაღაც ოფლიდან ჩამოაქვს ვირით მაწონი ყოველდღე თბილისში. ხა ის გაბრანჯვის სოლარიუმი და რაღაცები. შილაკი. ოთარანთქვრივი ყაქვს ეგეთი. ხო. ის ალბათ გადაშენდა იქ კესო. კესო ჩემშულს კი დავარქვით, მაგრამ ის თავადაზნაურობის დროინდელი არქეტიპები ხა აღარ არიან, ან თუ არიან ამოვარდნილები არიან. ხო. მაგრამ ოთარანთქვრივით ესეთ ოჯახის გამო რომ მე რამეზე თავს გაწირავს, ხო. ანუ ქალები ძირითადად ერთგულები ყავს. კიკუ ყავს კიდე. გახსოვს კიკუ? დათათუთაშხია. არ მახსოვს, ეგრე როგორც ის აი ზუსტად ის არ მახსოვს. იქ არის, აი როგორი ქალები არიან. კიკუ, ბეჩუნი. ის დედა ეფემია. დედა ეფემიას მე ერთი გოგო დაყვება, რომელიც ფილმში ჩუმად არის. მაგრამ იქ ძალიან მაგარი რაღაცა აქვს. და წიგნში. დედა ეფემია როცა ბიბლიიდან მოიყვანს იმას რა ქვია მაგას ციტატას ბიბლია ხო ნუმერაცია აქვს ყველა ციტატა მათე 15 7 რაღაცა მარკოზი 3:14 ეს ამატებს ამ იმებს საიდან არის პირადით სამანა მაგით ერთობა ვინც დაყვება ხო ვინც დაყვება ის ხარ ეგეთ კაცს მე არ ვიცნობ ახლა სარს კაცს მაგრამ თვითონ იმ ნაწარმოებს ამდიდრე ხო მათ კიდე ის ქალი რა ქვია ნანო თაუყელიშვილი შირერის როგორი ის არის თოდა გაბუქებული პერსონაჟი ხო მაგრამ ძირითადად ქალები ვართ არქეტიპულად ქართველი ქალი არის შეწირული ოჯახზე გადაყოლილი ქალი ძირითადად მე კიდე რა შეიძლება იცი შეამჩნიე რომ ქართველი კაცი ავტორები მაინდა-მაინც ქალ პერსონაჟებზე დიდ დროს არ ხარჯავენ ან მაინდა-მაინც განვითარებული არ არის
რაღაც უბედურებას ჩააგდებდნენ და მეატოვებდნენ და მე კაცი როგორი დანჯება ამის გამო მაგას. ხო. რატო? ესე უფრო ადვილია ხა კაცმა უფრო იცის კაცი რას განიცდის და აი გლახის ამბობი რო ავიღოთ. ხო. ის გოგო თავადის ხელში გაუბედურდა და მე აგდია ძირს სადღაც წელი ნაწარმოები მათხოვრობს და ამას უგადასავალი აქვს. მაგრამ იქ ხალი ეგრე არ დაწერდა ალბათ. ხო, მაგრამ იქ ჯაყოს ხიზნებში მაგალითად მაგრა აქვს აღწერილი ქალის მდგომარეობა. რას განიცი და როგორ განიცი და ძალიან დეტალურად აქვს და ძალიან მაგრა აქვს აღწერილი. ანუ ალბათ რაღაც გამონაკლისები არსებობდა, რომლებიც ქალებს ის გზნობებში შედიოდნენ ალბათ. ეგ ნაწარმოები ჩემი აზრით ჯაყოს ხიზნები მართლა მიეკუთვნება იმ ნაწარმოებებს რიგს სკოლაში რომ მასწავლებელი ყველაფერზე გვეკითხებოდა. ეს ამაში იგულისხმება საქართველო. აი მაგ ქალში და კაცშიც. ხო. იგულისხმება ამიტომ ეგ სხვანაირად უნდა დავინახოთ ჩემი აზრით. ან როგორც ესეთი კონკრეტული ქალი და მეტაფორულად. ხო. მაგრამ იმ თვალითაც რო წაიკითხოთ. ხო. აი სუფთა ადამიანური ეგეც ძალიან მაგრა გაკეთება. მაღალ დიდო სტატობაზე მეტყველებს. კი, მაგაში კეთო. მაგრამ როცა რაღაცა მეტაფორულია, ხო. მაინც გაბრკოლებს, რომ პირდაპირ დაინახო მარტო. და თავიდან რო წაიკითხეთ მეტაფორული რატო იყო? ანუ მასწავლებელმა გითხრათ რომ მეტაფორული იყო? ანუ პირველივე წაკითხვისას ჯერ ადამიანების ისტორია არ წაიკითხეთ? ჩემ სკოლაში ეგ არის სწავლებოდა საერთოდ ეგ ნაწარმოები. მართლა? არა. რატო? რატო უნდა ესწავლები? მე საბჭოთა მოსწავლე ვიყავი და იქ ჯაყო საკებარი კაცი. ჯაყო კაი კაცი იყო, სოციალისტი იყო. უпростоად პროლეტარი. მართალი. ხო, არა, მე უკვე ესენი იყვნენ ცუდი ხალხი. ხო, მე თავისუფლება მქონდა ჯერ როგორც ადამიანების ისტორიასაც წავიკითხე და მე უკვე მეტაფორულად ამიხსნეს რა ხდებოდა იქ. კაი, ვიღაცებ გამოგრჩებოდა ალბათ, იმიტომ რომ ეს ქართული ლიტერატურა მაგისტრის 5 კაცი გამოკვეთო და 5 პერსონაჟი დიდარია. კი ბატონო. ამიტომ ბოდიში დანარჩენებდა. თუმცა იარსებები. კი ბატონო, მამაკაცებზე. უარსაბებ თქვით. უარსაბებ თქვით, ილიკო ილარიონი. ერთ კაცად ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ამდიდრებენ და ავსებენ. კი ბატონო. ხო? კი. და მესამე აი დათა თუთაშხიას მე ქართველად ვერ აღვიქვა. ის რაღაცა სვანაირი კაცია. ესეთი ქართველი მე არ შემყვები. გადამეტებული თვითონ უარსაბისნაირი ბევრი შემყვედრია და ისეთი არის. აი მოდი დუმბაძის რო არ იყოს, პეტრე ავიღოთ და უშვათ მაკედან. ან აკაკი წერეთლის აიცა გამზდელი საფარბეგი. საფარბეგი უფრო. გამზდელი ვაჟაბშაველა და გვწყდა. ვაჟაბშაველა პერსონაჟები. კაცებში ალბათ შეგვიძლია რომ გამოვიტანოთ. მაგრამ არ ვიცი. შვიათი. ხო, უცებ ახლა დავფიქრდი, არ ვიცი. ის მთის მორალი და წესრიგი მაინც სხვა არის. მე სტუმარ მასპინძე. კოლხეთის დაბლობზე გაზრდილი კაცი ვარ და ამიტომ მე მთის ხალი ვარ. ხო, მოდი მაშელა შენი ლაპარი. ხო, არა ხა. ბარის ხალ. უბრალოდ ძალიან ისეთი ახლა თან რო თქვი რომ უცებ ვაჟაბშაველა ვთქვათ, ხო უცებ დავფიქრდი რომ არ ვიცი რამდენად იგი არქეტიპულია დღემდე. არა, არის როგორ არ არის, მაგრამ მთაში სადღა არის ხალხი, არქეტიპული კი არა, საერთოდ ტიპს თუ იპოვი. ვინმე ტიპს უკვე კაი. ლოკურებას რო იწყო. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ახლა ვაჟასოფელში? აუ, არ ვიცი. მე ალბათ ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა ისიც ზაფხულში. ხო. ზამთარში ალბათ არც არა. ხო. ალბათ სად რა დავაგვირდეთ, ხო. ეგრე, სამწუხაროდ. კიდე მე არ მახსენდება ხა ჩემი ტოპოგრაფიული კრეტინიზმით რო ქვია და მოვიწყდა რომ ავიწყდებათ არ ახსოვს. გეოგრაფიული. გეოგრაფიული. არა უშავს. ხო გითხარი, ჩვენ ხო შევშენს ხო დამიქნია თავი რომ ადამიანი ყველაზე გონება გახსნილი ადამიანის კი დიდად გონება შეზღუდო. ხო. მაგრამ ეხა არ ეს ისეთ კითხვა უცებ თავშიც მომინდა გლობალიზაციის რა ფარგლებში. არ შეიცვლებიან ქართული არქეტიპები? ადამიანი კი ადამიანია. მაგრამ მაინც ადაპტირდები. ხო, რაღაცები ალბათ შეიცვლება. ადაპტირდებიან. კი.
კი. მაშინ შემდეგი კითხვა ჩემი ეგეთი არის ზუსტად რომ ეხლა რომ იწყებდეთ შუა ქალაქს. ვინ პერსონაჟები შემოვიდოდნენ? ვიღაცა კურიერი აუცილებელი. ინდუსი თუ? იმდენი არიან, ალბათ ერთი ქართველი, ერთი ინდუსი. მე დავამატებდი იმას, როგორ კაცი, ბევრი გასაღებით რომ მოძრაობს. სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ბევრი გასაღები რო აქვს. რო აწივლებს იმაბარს. ერთი კოუჩიც მოუხდებოდა. კი. ერთი ჯიმის სპეციალისტი. ჯიმ ბრო თუ რა ეძახიან? არ ვიცი, ჯიმში არ დავდივარ, აუზზე დავდივარ და იქ სიწყნარია ხოლმე. რომელ აუზზე მეც მაინტერესებს წყნარი აუზი? იცი რა, აუზი ყველა წყნარია დილით თუ მიყო. თქვენ ახლა თანისი გინდა ცვეცკაობა და არ მინდა ვერიქით ეგეთ აუზებს, სადაც ცვეცკაობა არ იქნება. მაშინ გეტყვი მე რომ რჩება. კარგი. დილით ყველა აუზზე სიმშვიდე. მე რომ რჩება მე რегі მოგიყვებით სად არის სიმშვიდე. კაი, მე სადაც მოძრავ. კიდე რას დავამატებდი? ცოტა რთულია ესეთი ტიპის სერიალის, მაგრამ ბავშვი მრავალფეროვნებდა. იქ რამდენიმე ფეხძიმობა გქონდა, მაგრამ ბავშვებიც ყავდათ, არ ჩანდა, იმიტომ რთულია ბავშვი. გააჩერო, დარიტირო? არა, იცი რა, ეს წარმოება სერიალის სწრაფად ხდება, ხო? ორ შაბათს სცენარი უნდა წაუკითხო მსახიობი, 4 შაბათს ჩაწერა. და ჯერ ბავშვს სკოლა უნდა გააცდინოს 2 დღე ან ბაღი ან რაღაც. მერე ეს უნდა ისწავლოს, მერე რეპეტიციაზე გააკეთოს, მერე ჩაწერაზე გააკეთოს და ეს ისა მუდმივად. 52 კვირა წელიწადში და ესეთ ბავშვს არიან მშობლები, ვინც ესეთ ბავშვს თანახმებიან. ხო, იმიტომ რომ თავარია პოპულარული გახდა შვილი და მერე ცხოვრება უკეთეს ადგილას გარიყავს, მაგრამ მე ჩემ შვილს ესე არ გაიმეტებ. ხო. და აი დათო და ირაკლი ეხლა არის სერიალები, ძირითადად ესეთი სიტკომები არა, სიტკომში არის გულისხმობს სერიალები, რომელიც მაყურებლის წინ იწერება. მაყურებლის წინ იწერება რას ნიშნავს? არის სერიალი, რომელიც ერთ ადგილას იწერება, დარბაზის. ხო. თეატრივით ხდება და არის რომ კამერით დაყვები და იღებ რა კადრებს. ხო. ვაი, თქვენ რა ბოლოს ასერიალი ნახე? ქართული? უცხოური ქართული, სულერთი. ქართული არის მახსენდები, ჩემი ცოლის და ქალები არის, ესე ქართული სერია. ეგ არ არის. ეგ არის კამერით გადაღებული. მან რაც მაყურებელი არ ყავს. ხო, ხო, ხო. ანუ ლაივში მან შეიძლება ბავშვი რაღაცა 1 საათი გამოგატანოს შობელმა და ხო. როგორც იყო მაგ სერიალში, რაც გაიზარდნენ, ხო? ხო, და აი ესეთ ტიპის სიტკომებში რთულია. ხო. იმიტომ რომ მაყურებელი ზის თან. მაყურებელი ზის ერთი და მეორე ეს არის რა. შენ ჭკუაზე უნდა იაროს ბავშვმა და არა ბავშვს ვერ მოეძგები შენ. გასაგები. დათო და ირაკლი ეხლა სად იქნებოდნენ? რა გრძელდებოდა სერიალი? როგორები იქნებოდნენ? გააჩნია სცენარისტები რაზე შეთანხმდებოდნენ. მე მაგალითად წარმომიდგენია რომ ეხლა უკვე რაღაც ისე შეიცვალა სიტუაცია რომ დათოს აქვს სახლი და იმას აღარ. და ის ცხოვრობს ამასთან. საცილო იქნება რაღაც პერიოდი. ხო. ისე უდეს მე გიფიქრიათ გაგრძელებაზე? ჩვენ არა. მაგრამ იმეც კი. უფიქრიათ. იმი გაგრძელდა კიდეც რამდენჯერმე. აუ მიან. მან ხა როგორი სიტუაცია. თვითონ ის Friends არის 11 სეზონი 24 სერია თითოში და 24 წუთი თითო. და ამ ქრონომეტრაჟს ჩვენ მივახციეთ სადღაც 5 სეზონში. ნუ ჩვენთან სერიაც მეტი იყო და ქრონომეტრაჟიც მეტი. რატო? რატო გეთებით მეც? მოჩვენა იყო ეგეთ. ხო გითხარ. შევთანხმდით რა შოუ ბიზნესის წესებით მუშაობს და ბიზნესაც სულ არის
4 მილიონი კაცი, ვინც ქართული იცის, ორი ტელევიზია, ცოტა სპონსორია, უკან შავი ფული დგას პოლიტიკურ გასაგებია. გასაგებია. არა უცებ მინდევა ხომ რაღაცა რატო ვიკითხო ეგრევე რომ ბოლომდე მესმოდეს, მაგრამ ეხლა გავიქ. ხო, ეს რო ყოფილიყო დაუშვათ რუსული ან თურქული ან არაბული ან უკრაინული ან ესპანურენოვანი სერიალი. ეს იქნებოდა კიდევ უფრო კარგი. უფრო მალე დამთავრდებოდა, რაც შიგნით არ მოგწონს ისინი არ იქნებოდა და ჩვენ ყველანი ვიქნებოდით მილიონერები. მაგრამ ახან ქართული ენა იცის ცოტა ადამიანმა ეს ბევრი რამე არ მოხდა. თუმცა ისეთი რაღაცები მომისმენია ამ სერიალს, რომ ღირს მაინც იმათ. მაგალითად ერთხელ ჩემს შვილს მივაკითხე სკოლაში. პატარა იყო, უნდა დავხვედრო და სახს დავამე. სამზარი დაირეკება, ვიღაც კაცი დგას სავარაუდოდ დარაჯი. მე მეუბნება, რომ თქვენო ის არ ახართ, რომ შუა ქალაქის სცენარისტი რო ვიყავით. დიახ. დიდი მადლობა, თქვენო რო არ ყოფილიყავით, ჩემ შვილიშვილებს ქართული არ ეცოდინებოდა. რატო არ ეცოდინებოდა მეთქი და ესეო ემიგრაციაში გაიზარდნენო და იქ. ვიცი რა არის, ბავშვს ვერ დააძალებ რამეს ქართულად უყუროს, თუ თვითონ არ მოეწონა. ის YouTube-ზე ინგლისურად თუ დაინახა უკეთესი, გადართავს ჩემი შვილიც ეგრე baby TV მინდა დაიწყება. მეც უამრავი საბავშვო არხია, მაგრამ ის მოსწონდა. baby TV. ხო. მე ერთხელ სტუმარი მოიყვანეს ჩვენი მეგობრებმა ბავშვი პატა. იმანაც baby TV აირჩია კონკრეტულ. რაღაცა ქონდა ამ baby TV-ს. მარკეტინგულად გათვალეს. ხო, რაც არ ქონდა ცხებს. ხო და აი თუნდაც ეს შეფასება რომ მოგისმენია, რომ ვიღაცა არსებობს პლანეტაზე. შვილიშვილებიო ესე მითხავ მინიმუმ 2 ვინც ქართული იცის შენი დამსახურები ხანდახან იფიქრებ რომ ეს მილიონები ჯანდაბას თუმცა მილიონები მაინც საინტერესო გეთახმარ სიამოვნებით ხო კი ბატონო ეხლა შემდეგი ჩემი კითხვა არის აი ეს მაინტერესებდა ამ ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე ყურში და თვალში რომ ძალიან და ადრეც იყო არ ვიცი უფრო თქვენ მაინტერესებს ქართველებს ძალიან გვჩვევა არა მარტო ქართველებს მაგრამ დაცინვა აი ეს ღადაობა რა ყველა ერთს და რა არის სად გადის ზღვარი რა აი როდესაც ეღადავები ეხუმრები და უკვე რომ დასცინი და შეიძლება დაცინვაში შეურაცხყოფას მიაღენ მან კონკრეტული პასუხი არ არსებობს ხო? არა, როგორ არა. არის? ძალიან ადვილი ზღვარი. აქ რო იჯდეს ახლა კიდე ორი ადამიანი. მე რაღაცა ვთქვი თქვენს. გავიცინეთ 4-ვე. ეგ არის ხუმრო. მე რაღაცა ვთქვი თქვენზე და გავიცინეთ 3 და თქვენ ტირილი დაიწყეთ. ან არ დაიწყეთ ტირილი მოითმინეთ, მაგრამ არ გაიცინეთ. ხო. ეგ არის დაცინვა. ყოფილა მარტივი განსხვავება. კი, მაგრამ მან არის ერთი კითხვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ, რომ აიტანონ ჭყალებში, როდესაც შენ მასზე ხუმრობ რაღაცას. აი ეგ რა. შენ ამოფრო არის ადამიანი, რომელიც კეთილშობილ ხუმრობასაც კი მიიღებს. საკუთარ თავზე, ხო, ცუდად მიიღებს. პრობლემა აქვს ამ ადამიანს. ხო. ამ დროს არის ტექნიკა უკან როგორ დაიხი. როგორ? ბევრნაირად. მაგალითად? ბოდიში მოიხადო, თუ არაფერი არ მოგდის თავში. ხო. თქვა რომ აი იცი რა იქ უნდა ყოფილიყავი, უფრო სასაცილო იქნებოდა. ხო. ვითომ დაგირეკა ვიღაცამ და ალო. სხვა უარეს ხუმრობა თქვა სხვაზე. გადაიტანა ყურადღება მოკლედ, ხო? რატო გვიყვარს საერთოდ ადამიანებს, მეორე ადამიანებს რომ აი ესე აი ვეხუმრებით და ვიღადავებით, ხო, რატო? ეს არის სინამდვილეში პროგრესი რაღაც. მართლა? ისევე როგორც გინება თავის დროზე იყო პროგრესული რაღაც. პირველი ადამიანი, ვინც მეორეს შეაგინა, იმას მოექცა პროგრესული. შუბი კი არ ჩაარჭო მუცელში. არამედ შეაგინა. არის პროგრესი. კი. არ მოკლა. ხო, აი შეგინების შემდეგი პროგრესი არის დაცინვა.
დაცინის შემდეგი? არის უკვე წერანაზეც ვილაპარაკეთ. თუ ისეთ ხუმრობა უთხრა, რომ იმანაც გაიცინოს. და თუ ხვდები, რომ შენი იუმორზე იმას არ ეცინებ, უნდა დაანებოთ. ხო, ანუ ბოდიშის მოხდაც მაგ დროს მოსულა. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ შენ ამ პარტავანი ადამიანი ხარ და ბოდიში მე როგორ მეკა და მეორედ მაინც აღარ უთხრა, ის ერთხელ მოითმე. ხო. კი ბატონო, მადლობა. არის წოდი ეგა? აი ეს, უფრო ბევრი ხალხი ყავს დაკარგული. მაგის გამო ხო. არა, ხოთაშორი, მაგრამ მე უფრო არ მაწუხებს ახლა ვიტყუები, მაგრამ აი ძალიან მომხვდა ყურში რა, რომ სულ ეს მიდის სხვა ადამიანების დაცემა და თითქოს იუმორი მაგაზე იგება რა. გინდა ეს გადაცემებშიც იყოს და გინდა ასე და ისე. მან ხა სხვანაირად მუშაობს ეგ რა. ეგეც შოუ ბიზნესია? ეგ უკვე ბიზნესი. იმიტომ რომ ეს იუმორისტები კარგი ინსტრუმენტია პოლიტიკური მიზნებისთვის, PR მიზნებისთვის, შავი PR-ისთვის, ამისთვის. ამიტომ ეს ხალხი, ვისაც ჯერა რომ კარგი იუმორისტია, მაგრამ პულს ვერ აკეთებს იმდენს, რომ ბედნიერი იყოს. მე მიდის მაგ ხალხთან ერთად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ან პოლიტიკური დაკვეთა შეასრულოს, ან სხვანაირი დაკვეთა, რომ ვიღაცა დასწინოს და გაამწაროს. რახან სამყაროში რესურსი არასდროს არ იქნება იმდენი ყველა ბედნიერი იყოს, ეგეთი ხალხი წუიარს. დაცინვა არ გაქრება. კი. ამიტომ ჯობია ვისწავლოთ დაცინვისგან თავის დაცვა. ხო და მაყურებელი რატო ყავს მაგ კონტენტს თუ მიმართულებას თუ რაც ქვია ბევრი. კაი, ხა ადამიანის მე მგონია რომ აქ ისეთ ხალხი მოდის, რომ ეგენ ჩემ უნდა იცოდე ისეთ. მე ვიცი, მაგრამ მე თქვენგან მაინტერესებს და კიდევ ბევრი ადამიანი გვიყურებს ამებისას. ადამიანს სიამოვნებას იღებს მაგისგან, მაგრამ მე მაინტერესებს რა. აქ ბევრი ადამიანი კი მოდის, მაგრამ მე თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო და სიამოვნებას იღებს, რა თქმა უნდა. მოდი ასე ვთქვათ, როცა სხვას უბედურება ემართება, ბანანზე და იქცა ვიღაცა, ხო, პირველი ბავშვი რაზეც იცინის ეგ არის. კი. ხო? კი. რატო იცინის ბავშვი? ამ დროს არ არის, ხა ბავშვი ხო ვერ იქნება ბოროტი. იმიტომ რაღაცა შიგნით ამ დროს დაცულად გრძნობს თავს, რომ აი ნახე, მე დაცული ვარ და ის არა. და რაღაც ეგეთია. უპირატესობას გრძნობს. ძუძუმწოვრის ის არის, ხო? მან უფრო ბიოლოგები რომ ბიოლოგები დიაყოლბაიას მოვიწევ კიდევ ერთხელ მესამე და მაგ თემაზე ვესაუბრებ. მართლა საინტერესოა, ამიტომ მე არ გამოდგები ანგელოზად, რომელიც ეტყვის რომ არ გამიცინია მსგავს რაღაცაზე. და საერთოდ გამიცემოთ ახლა კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება, მაგრამ ბოლო დროს რატომაც ეს კითხვა მქონდა, რომ ბოლო დროს პირიქით გაღიზიანება მქონდა რა, რომ აი გულწრფელად კიდე მანდ ვართ იუმორის დონეზე, ეგეთი შეგრძნება მქონდა, როდესაც მაგას ეგას უსმენდია. ერი. რა ერი კაცო, ყველა მანდ არის. ბორატი არ გაქვს ნანახი. აი, ნახე და მივხვდები ყველა მანდ. ანუ ჩვენი ერი არ არის არაფერში გამორჩეული, არც კარგში, არც ცუდში, ძალიან გამორჩეული ასე. სადღაც იქავართ. ისე. საშუალო სტატისტიკურად შუაში ვარ. ჩარლი ჩაპლინი არ გაქვს ნანახი. მე რა ხდება იქ? ტკივილზე არ იცინია? ხო, დასცინია. ხანუმა რა გაქვს ნანახი? ხანუმაც მაქვს ნანახი. არ იცინიან საწყალქალს რაღაცა დაიმართ. მე ხო და რა, ანუ მე მაინც აი ცოტა მაგას ხშირად მომხმე ამ პოდკასტში, რომ ჩემი ბავშვური ტვინით, ხო, ვცდილობ რომ აი რაღაცა მაგ მომენტს ჩავწვდე, რომ სულ ესე იქნება რა. ხო და ეგ ცუდი არ არის, მე მაგის ახსნამი. ხო. იმიტომ რომ ადამიანს უფრო უარესი რამე შეუძლია გააკეთოს. და ჯობია რომ ამაში გაიტანოს ეს აგრესია, ხო, რაც აქვს შეგნით. დაცინვას კაცი არ მოუკლავს. მთაშიც ხო იყო ეგეთი გამოდგა, ვარში კონდი. ხო და დეგარი რა. კარგ ხუმრობას გემრიელი სიცილის მოსდევს და სიცილის დროს პირველი ადამიანს სად უყურებთ, რა თქმა უნდა, კბილებს. იმისთვის რომ არ მოგვერიდოს გულიანად გავიცინოთ და არ დავმალოთ ჩვენი კბილები, აუცილებლად უნდა მოვუაროთ მას საფუძვლიანად და გულიანად.
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გაგიგიათ ბრენდი კურასეპტი, რომელიც PSP-შია. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება იმას, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება სახლში საფუძვლიანად მოუაროს პირის ღრუს ჯანმრთელობას. კომპანია მიიჩნევს, რომ კარგი ჰიგიენა უნდა წარმოადგენდეს ნორმას. პირის ღრუს ჯანმრთელობა ზოგად ჯანმრთელობაზე რამხელა გავლენას ახდენს. ამაზე ცალკე ეპიზოდი გვაქვს გადაღებული და შეგიძლიათ ნახოთ და დარწმუნდეთ ამაში. კურასეპტი აკეთებს აქცენტს განსაკუთრებულ პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია ექიმის რეკომენდაციის მიერ. ეხლა თქვენ ჩემს წინ ხედავთ 3 პროდუქტს. პირველი არის პირის ღრუს სავლეპი, რომელსაც აქვს მათეთრებელი ეფექტი, ასევე აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება, შეიცავს მცენარეულ ეთერზეთებს და რეკომენდებულია იმათთვის, ვინც სიგარეტს მოიხმარს და ყავას და ასევე ბუნებრივად აქვს თეთრი კბილები და უნდა რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. სუსტი აღწერილობა ამ 3 პროდუქტის რა თქმა უნდა იქნება ვიდეოს აღწერა და შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ და გაეცნოთ დეტალურად რა შემადგენლობა აქვს თითოეულს. შემდეგი პროდუქტი არის მათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც შეიცავს წყალბადის პეროქსიდს. ეს წყალბადის პეროქსიდი ეხმარება კბილებს რომ არ გაყვითლდეს, ასევე ნაზად აშორებს მინანქარს ლაქებს და შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ ადამიანებმა, რომელსაც უბრალოდ გინდათ რომ თქვენი ბუნებრივი თეთრი კბილები დიდი ხანი გქონდეთ, ან ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც ეწევით სიგარეტს და მიირთმევთ ყავას. და ბოლო პროდუქტი, რა თქმა უნდა, კბილის ჯაგრისი, რომელიც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, თავისი ჯაგრისებიდან გამომდინარე და ეს 3 პროდუქტი ერთად მოგცემთ იმ შედეგს, რომ თქვენს ღიმილს გახდეს უფრო კაშკაშას, ლამას და მომხიბლას. ისე ქართველებზე 1-2 კითხვა და მე გადავალ ბლიც კითხვებზე. ეს ქართველების ადვოკატი რატო დავდექით? ხო, თან ადვოკატი დადექით და რა ვერიქით. 5 დადებითი თვისება, ეს 5 რატომ აქ გამოჩემული არის? თუ გინდა 3. დადებითი თვისება და 5 კარგია. 5 არის სკოლაში იყო 5 კარგი. და 5 ვარყოფით. ხო, აი ახლა მანდ უკვე ეს არის. ქართველს გააჩნია რა ეს. აი, საშუალო სტატისტიკური ქართველი. ვიცი რომ გააჩნია, ვიცი რომ თარი, ბარია, ის არის, ეს არის ქალაქია, ყველაფერი ვიცი, მაგრამ საშუალო. მოდი ესე კი პასუხებ. არის ესეთი აგვისტოს ომის მერე გამოვიდა ესეთი წიგნი ცოტა ხანში. პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო თუ რაღაც ეგრე ერქვა. ამერიკელი ავტორის მერე ის კაცი გარდაიცვალა. ხო და ის აღწერს ომამდე როგორ მივიდა სიტუაცია, ეს არის ესეთი საკ მონაკვეთია მაგ წიგნში, რომ ამერიკის ერთი ელჩი როცა მიდიოდა საქართველოდან და მეორე ახალი მოდიოდა და ეს რო დახვდა კაბინეტში და უნდა გადაულოცოს კაბინეტი და დაემშვიდობას. იმან კითხავ რამ ერჩევას ხო ვერ მომცემ. აქო საქართველოშიო რაღაც ორი სიტყვითო თუ გაქ რამე სათქმელი რაც გამომადგება მითხარიო და ამან უთხრა აქო ბევრნაირი ხალხი მოვაო. ზოგი მთავრობიდან, ზოგი ოპოზიციიდან, ზოგი ბიზნესიდან, ზოგი არასამთავრობოდან, ზოგი თავის საქმეზე, ზოგი სახელმწიფო საქმეზე, ზოგი ამაზე, ზოგი იმაზეო. ამ ხალხს რაც აერთიანებს, არის 50% ყველა გააბუქებს. გასაგებია? ხო და მე ამას ვეთანხმებ. ოღონ არ ვეთანხმები 50%-ში. უფრო მეტი. აი ეს არის საშუალო სტატისტიკური ქართველის, თუმცა იარსებებენ ერები რომიც კიდე უფრო აბუქებს. ისე მინდა რომ ადამიანი. ხო, განსაკუთრებით ჩვენ სამხრეთში. ეს არაბული, თურქული ესენი ყოფილ ხარ მანდ? არა, ინდოეთში ვარ მარტო იქით ნამყოლ. ინდოეთი მრავალფეროვანი ქვეყანა, მანდაც იარსებებენ. აუცილებლად. ხო. მაგრამ ეს აი ისეთ ადამიანთან არ ქონია კონტაქტი, რაღაცას რო ცდილობს კუჩაში მოკიდოს. ძირიდან რო იწევს და ძალიან იაფსეროს ჩამოდის. რას აკეთებს თავიდან? რას აკეთებს? აბუქებს და მე ჩამოდის რეალურ ღირებულებაზეც კი არ ჩამოდის, მაინც აბუქებს. ჩვენზე უფრო განვითარებულია ეგ. იმიტომ ჩვენთან მაღაზიაში ეგ მაინც არ არის, რომ რაც აწერია ის. კი, ისიც ცოტა მომატებულია, მაგრამ ასაგებია, მაგრამ ის რაღაცაზე იაფად ხო არც ის არ მოყიდის, მაგრამ იწყებს ძალიან ზემოთ. ციდან. კი. ეგ გაბუქება რო შეგვიძლია, კარგიც არის და ცუდიც?
არა, ეგ მოიტანა იმან, რომ ჩემი აზრით. ხო. რახან ჩვენ მომწყდეული ვიყავით დიდ და სასტიკ ძალებს შორის. რო გადავრჩენილიყავით, რაღაცა დაგვჭირდა მათ შორის სიყალბე, სიცრუე, გაბუქება, ჩვენი ტკივილის, გასაჭირის და ასე შემდეგ. გადარჩენის მექანიზმი იყო. ხო, ეს ნელ-ნელა უნდა გაქრეს თუ თავისუფლება გვექნა. მაგრამ რახან ეხლა ბოლო 800 წელია ესე დღეში ვარ და 800 წელში ეს ვისწავლეთ. ხო. ეხლა ნელ-ნელა დავიწყებისკენ პროცესი. იმედია. თუ ის სიტუაცია არ შეიცვალა. ზუსტად მოგიდევ თქვი იმედია. ხო, ხო. კი ბატონო, ეხლა ერთი ბოლო კითხვა ჩარლი ჩაპლინი ვახსენე. ესეთი რაღაც აქვს თურმე ნათქვამი, რომ ვემზადებოდი წავიკითხე, რომ ცხოვრება ტრაგედია, როცა მას ახლა ხედეთ უყურებ, მაგრამ კომედია, როცა მას შორიდან ნაკვირდები. ეთანხმები? კი, არაფერი რა წინააღმდეგი ვარ მაგ, მაგრამ ბევრნაირი გამონათქვამია, რომელიც რომელსაც ასევე ვეთანხმები და ტრაგედია რატოა? ცხოვრება? აბა რა. არ ვიცი, რატო არის ტრაგედია? აბა წარმოიდგინე, ადამიანი ერთხელ იბადება, სრულიად მოუმზადებელი ამ ცხოვრების. მშობელს შენ ვერ ისჩევ, სამშობლოს შენ ვერ ისჩევ. ტრაგედია, აბა რა, ცალავ 18 წლამდე ნამდვილად ტრაგედიაში ხარ. მერე შენ ირჩევ ცოლს, ერთი რასაც ცოლს ან ქმარს და ისიც ან გამოგადგება ან არ არის ტრაგედია. შენ ისე მეგობრებს. მეგობრებმა რო გიღალატო. შენ ისე სად გაერთა, სად დაისვენა. ხო, ნუ ეხლა ეგ არის ტრაგედია, რომ ძირითადად ცუდი რაღაცები ხდება, მაგრამ ცოტა კარგის, რომ თავი არ მოიკლა და რაღაცას მოეჭიდო და იმედი გქონდა. ანუ ეგრე უყურებ თქვენ ცხოვრებას? ეგრე არის ცხოვრება. აბა რას ამბობს მან სხვას ჩარლი ჩაპლინი? ხო და მე მაინტერესებდა აზრი რა, რომ მე ცდილობ შორიდან შევხედო. კიდე უფრო შორიდან ჩარლი, იმიტომ რომ ჩარლი ბრიტანეთში დაიბადა, ვიქტორიანში და მე რო დავიბადე ქუთაისში. თუ კიდე უფრო შორიდან არ შეხედავდი, კიდე უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდა. კი ბატონო, და ერთი მოსაზრება არსებობს, რომ ყველა დიდი კომიკოსები სინამდვილეში ყველაზე სევდიანი ადამიანები არიანო და ეს მართალია? ზოგჯერ. რატო არის ხდება რომ ეგრე რომ ყველა დიდი კომიკოსი შეიძლება სევდიანი იყოს ყველაზე? აგიხს. გორე ადამიანი როცა ხუმრობს, იუმორისტი რაღაცას. რაც ეხა ეს ხუმრობის ფორმით ამბობს, მაგრამ ის პრობლემაზე ლაპარაკობს და ტრაგედიას. ეს რახან ამაზე ხუმრობს, ის უკვე გამოტირებული აქვს. გაიგე? ანუ ეხა უკვე შენ ხუმრობის ფორმით კი გაწვის, მაგრამ რეალურად ტრაგედიას გიყვი. გასაგები. თავის-თავში გატარებული აქვს უკვე ეგ გამოგლოვილი. ხო. და ასე რომ ჩვენ კაი ხალხი ვართ. კი ბატონო. კოუჩებზე ნაკლები არა. აი, რითი ვართ. ერთ დღეს თუ გავერთიანდი. ისე ბევრი იუმორისტი არის საქართველოში. მე ასე ვიტყოდი, ამდენი არასდროს არ ყოფი. ეხლა რამდენიც არის? ო, საიდან იქნებოდა? და ეხლა ბევრი, არ ვიცი, მე სად არიან? რას აკეთებენ? იუმორისტები? ხო. ტელევიზიებში. YouTube-ზე. რა ქვია იმას? რას? ტროლბოტები. ეგენ იუმორისტები, აქედან მისული ხალხია. ეტყობათ ნაწილს მაინც. პარტიებში. PR სამსახურებში. ხოდა ვინმე გაგიგია იუმორით რომ ფულს შოულობდა 50 წლის 50 წლის? წინ უკან. არა. არა, ადი იყო ხალხი. ალბათ მე 50 წლის წინ ცოცხალი დაბადებული არ ვიყავი. ვარს შენ არ ხარ, მაგრამ რაღაცა დუმბაძე, ჩანტლაძე, რაღაცები არსებობენ, ივერია რაღაცა დგამდა, მაგრამ მაშინ რაც იყო იმასთან შედარებით ძალიან გაცილებით გაზრდილია და ეს სიტყვის თავისუფლების ინდექსში რაც უფრო წინ წავალთ, უფრო გაიზრდა. აჰა.
გასაგები, ანუ კარგად უყურებთ მაგ ამბავს, რომ გაზრდილი არის რაოდენობა. მეტი ჯობია იყოს, მაგრამ ამდენი არასდროს არ ყოფილა. გასაგები. და მზარდია. ზარდი, მზარდი ეკონომიკა. ხო, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ბედნიერია. ხო. როგორც გითხარით, ზოგიერთ ცხოვრება მიაგდო ისე რომ ტროლი უნდა გახდეს, მაგრამ ტროლიც ახლა ბიზნესურად რო შეხედო ტროლიც ის არის რა. ფულს შეულო. აი ესე როგორც მანქანას ესე რო შეხედო რაღაცა ნაწილი არის ტროლი შიგნით. ხო, ჭანჭიკი. მუხრუჭის გარეშე მანქანა ხო ვერ იბს. ტროლი არის მუხრუჭი? მე უფრო ადრე იუმორისტები მეგონა იყვნენ მუხრუჭები, მაგრამ ტროლი არის ABS. აი ტროლები არ ვიცოდი გამბა. რო იუმორისტები. ტროლები ბევრჯერ სხვათა შორის კარგად დასცინიან ხოლმე. ვიზეც ეტყვიან, უნდა დასცინო. ნიჭიერად აკეთებენ ამას ზოგი ტროლი. იმას იუმორი აკეთო. მაგრამ გონია რომ ღამე ვერ ძინავს შვიდად. ბედნიერად. ციხეში ჩასმული ადამიანის დედას რო დასცინი. ერთი დღე კიდე ხო, ორი დღე, ერთი თვე, ორი წელი. ღამე ვერ დაიძინებ შვიდად. არსებობს რომ დაიძინო. მაგრამ სამყარო ეგეთია რომ ყველას შვიდად ვერ დაეძინება. გიცნობ. გადავიდეთ თulit კითხვებზე. რომელზეც ბლიცებიც გვაქვს. ხო, რომელზეც ან ძალიან სრცელი პასუხი არ არის საჭირო, მაგრამ თუ მოგინდებათ რომ სრცელიც იყოს სრცელიც. პირველი კითხვა, საქართველოს უფრო სუფრაა თუ თეატრი? ორივეა და ბირჟაც დავამატოთ. ბირჟაც დავამატოთ. შუა ქალაქის რომელ პერსონაჟს ჭირდებოდა ეხა რო იყოს დასჭირდებოდა ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი? მე ხო ვფიქრობ რომელს არ დასჭირდება. აი მართლა. რომელს არ დასჭირდებოდა? იქ ისეთი სიტუაცია იყო რაღაც პერიოდში. ვიცი რა, ყველას დასჭირდებოდა, მაგრამ მაგ ფენომენით, მაგ შუა ქალაქის და იქ სიუჟეტის ის არის, რომ ერთმანეთის ფსიქოთერაპევტები იყვნენ. ხო, ანუ ერთმანეთის გაჭირვების დროს ჩაეჭიდები და აი კოუჩი რას გიკეთებს, ხო რეალურად აფის არ გიკეთებს, უბრალოდ ხელის მოიწვდის. და იქ ერთმანეთს უწვდიდნენ ხელს გაჭირვებისას ეგეთ დროს და არ დაჭირდებოდა. გასაგები. იუმორი სიმართლის ყველაზე დახვეწილი ფორმაა თუ ყველაზე უსაფრთხო ტყუილი? ორივეა. ოღონდ არც ერთი არ არის რიგ შემთხვევებში. არც ერთი არ არის? ხო, უსაფრთხო ახლა იუმორი შენ შეიძლება გონია რომ უსაფრთხოა და რეპრესიებს არ ელოდე, მაგრამ ხო გითხარ ორი მხარე მონაწილეობს იუმორში. შენ რა გონია იმადან გონია ისე ანა. გასაგები. უცახილო ვასმ დაგირეკოს ხო? იქვე შეიძლება მოგცხოს სახეში, ვისაც ეუნება. რას მალავს ყველაზე ხშირად ქართული იუმორი? ტკივილს, აგრესიას თუ უსუსურობას? ესე არ გამიზომია, სამივე რაღაც მართალია, მაგრამ მე ის გამოთქმა მომწონს პრაქტიკაში უაკვირდების უფრო მუშაობს. იუმორი ჩნდება იქ, სადაც პრობლემა. ანუ ხუმრობა არაფერზე ხო არ არსებობს, რაღაცაზე უნდა იყოს. სადაც პრობლემაა იქ ჩნდება, ანუ უფრო ტკივილს. ხო. ანუ სადაც ეს არის ცისარტყელა და ვარდით მოფენილი ის არის, მან იუმორი 60-ში არ ამგონია რომ ის იყოს მოყადავე ტიპები. იქ იქნება სიმშვიდე და ჩუმად იქნება ყველა. ხო. რა არის ყველაზე დიდი ტყული, რომელსაც ქართველები საკუთარ თავზე ვიჯერებთ? ქართველს გააჩნია მანდაც. საშუალო სტატისტიკური ქართველი. ვახ, ეს საშუალო სტატისტიკური ქართველი. გიორგი ჯინსებით. აი, მაშინ ისე იმ პასუხიდან გამოვა რა. ახან 50% გამბუქებლები ვართ, ალბათ ყველა დიდი ტყუილი ისაა, რომ ჩვენ გონია რომ ვერ ამჩნევენ სხვები. არა და გაბუქება ყველაზე ადვილი შესამჩნევი. კი. იმიტომ რომ ამ სამყაროში ყველაფერი დათვლადი. ყველაფერი? ბედნიერების გარდა. სიყვარული?
ხო, სიყვარულს ბედნიერებას ვერ გაზომავ, მაგრამ და ზუსტად, მაგრამ დანარჩენს ხო გაზომავ. კი. რომელი უფრო რთული ადამიანის ატირება თუ გულწრფელი გაცინება? უფრო რთულია ატირება, იმიტომ რომ სპეციფიკური უნარები არ ჭირდება. რთულია ატირება? არა, მარტივი. მარტივი, ხო, გაცინება რთული უფრო. გაცინება რთულია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გინდოდეს გააცინო. ხო. ეს უნდა შეძლო. ატირება მარტივია და. ხო. მეც ეგრე მგონია. თქვენი ცხოვრება რომ სერიალი იყოს, რა ჟანრის იქნებოდა და თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა ერქმეოდა? ჩემ ცხოვრება? სერიალი რო იყოს. კარგი სახელია, არის ესეთი სახელწოდების სერიალი, თან რამდენიმე. და თან კიდე იქნება. ხიდი გიგეთ ეგეთ სერიალი. პირველად გადაიღეს შვედებმა და დანიელებმა. ხიდი ამ ორ ქვეყანას შორის იწყება იმით, რომ საზღვარზე, ხიდზე ხაზისაც არის სახელმწიფო გვამს პოულობენ. და ორივე იწყებს გამოძიებას ვინან. მე ამ გვამს რო პოლიცია აიღებს, აღმოჩნდება, რომ ერთი ადამიანი კი არ არის. ტანი ერთის არის. სხვადასხვა. იწყება გამოძიება. ეს მე ისეთი წარმატებული გახდა ეს სერიალი, რომ ფრანგებმა და ინგლისელებმა ლა-მანშზე გადაიღეს, ამერიკელებმა და მექსიკელებმა იქ დავიანთ. აქვეა ქალაქს. სამსიტყვიანი სახელი ქვია რაღაც. ხუარეს და რაღაც. თავიანთ საზღვარზე და სხვებმაც და კიდე ალბათ გადაიღებენ. მე ცხიც დავარქმევდი, მაგრამ უფრო მოდი ესე თქვა, წარსულსა და მომავალში. და ჟანრს რა იგივე იქნებოდა? ჟანრი იქნებოდა დრამა. წეგან ხო ვთქვით, რომ დრამა არის ხანის. დღეს ბევრი რამე ვისწავლე. მე ბევრი რამე ვიცი, ოღონდ სამწუხაროდ პრაქტიკული რაღაცები ვიცი ცოტა. არა პრაქტიკული ბევრი. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მინდა გაგიზიაროთ. მე და რეთრით თბილისი ვაკეთებთ 3 დღიან რეთრით თბილისში. ეს იქნება 3 დღიანი თავგადასავალი, სადაც ერთად გადავეშვებით. გვექნება სუნთქვითი პრაქტიკები, იოგა, გერითი, მედიტაციები, საუბრები, თერაპიული საუბრები, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე გავცემთ პასუხს, შევეცდებით მაინც რომ პასუხები ვიპოვოთ, გავუზიარებთ ერთმანეთს ყველაფერს, რაც გვაინტერესებს, რაც გვაწუხებს. ჩვენ ეს პროგრამა ისე შევქმნით, რომ მაქსიმალურად შევძლოთ დასვენება, ოღონდ რეალური დასვენება, მოვწყლეთ იმ რაღაცა როლებს, იმ გამოწვევებს, რაც ყოველდღიურად გვაქვს ცხოვრებაში, დავამშვიდოთ გონება, ვიგრძნოთ ნამდვილი სიმშვიდე რა არის და შემდეგ უკვე იქ მოცემული პატარ-პატარა რჩევებით გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, რომ ნაკლები სტრესით შევძლოთ ყოველდღიურად ვიყოთ უფრო ბედნიერნი. ლინკი არის აღწერაში, რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში, სადაც თქვენ სრულ პროგრამას გაეცნობით, რაც იქნება 3 დღის განმავლობაში და ასევე ღირებულებას, რა თქმა უნდა, მოგწერეთ, თუ კითხვები გექნებათ, ყველაფერზე გიპასუხებთ და იმედი მაქვს, რომ გნახავთ რეთრიტზე თბილისში. და სუსუბოლო კითხვა, რომელიც არის ტრადიციული კითხვა და ყველა სტუმარს ვაკითხებ. კითხვა არის ეგეთი, რომ თუ თქვენ თავს წარმიდგენთ ისე, რომ არ ახსენოთ სახელი, გვარი, პროფესია, ჰობი, რელიგია, აი არ ვიცი, ყველაფერი, რასაც აი ესე ყოველდღიურად გაცნობის დროს ადამიანები ვიყენებ. როგორ წარმიდგენთ თავს? ქუთაისში არის ეგეთი გამოთქმა. როცა არ იცნობ ადამიანს ქუჩაში და გინდა მიმართ. თაში როგორ მიმართა? ეჰეი. იქეუნებენ ესე, კაცური კაცი. აი რას ნიშნავს არავინ არის, კაცური კაცი რაღაც. კაცური კაცი. ხო და ესე მოდი კაცური კაცზე გავჩერდე. კაი რამეს ნიშნავს რეალურად, მაგრამ არაფერი კაი კაცი თუ ხარ, კაცური რა არის. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან საინტერესო იყო. მაყურებელს მადლობა რომ გვიყურა ამდენი ხანი და თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ცოდნის მოყარა პოდკასტი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ და მადლობა. წარმატებები შენ და შენ მაყურებ.